გამარჯობათ მეგობრებო და ჩვენს მეცნიერთა კლუბში ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს უკვე ჩვენი ძველი ნაცნობი ბატონი გიორგი გოცირიძე და იმდენი რამ დაუგროვდა მას პროფესიით გეოგრაფი შეგახსენებთ მაინც და იმდენი რამ დაუგროვდა მას ჩვენთვის მოსაყოლი რომ მე არ ვიცი რამდენ ხანში ჩავეტევით, მაგრამ რამდენ ხანში ჩავეტევით და მე მჯერა რომ დღევანდელი საუბარი იქნება ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ეს ბოლო თვეები რაც მე მის ცხოვრებას ვადევნებ თვალს შურით თეთრი შურით რა თქმა უნდა ვივსები, იმიტომ რომ გიორგიმ ძალიან ბევრი საინტერესო რამ ნახა იმ პერიოდში, რაც ჩვენ ბოლო ინტერვიუ ჩავწერეთ. გამარჯობა გოცა, ასე სალამი ვასო, კი, ასე და პატივია შენთან ერთად ყოფნა. და დიდი მადლობა რომ გამოძებნე დრო, იმიტომ რომ ვიცი რა ვიცი ხან თოვლში ხარ ძირითადად, ხო? თოვლებში და ყინულებში და მოდით საიდან დავიწყოთ? აი შენ მითხარი, აი კიდევ ერთხელ მივესალმებ თქვენ მაყურებელს და კიდევ ერთხელ ვასო მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მოკლედ ისე აღმოჩნდა რომ არა სტანდარტული მშობლების შვილი ვარ და ოჯახით რაღაცნაირი ცოტა ესეთი იყო. არა სტანდარტული. ხო და ეს მაინც ესე იგი ექიმი, დედა ქირურგი, მამა გლაციოლოგი და მოკლედ მაინც მასკულინურმა იმან გადაიწია და ესე იგი გავყევი მამას კვალს. ამ კვალს მივყვევი და არ უხევ არსად. ნუ ცოტა უფრო ესე ვთქვათ, ისე მრავალფეროვანი იმებით დავდივარ, მაგრამ აი ეს ექსპედიცია, რომელიც წელს ვიყავი მე და ჩემი ეკა, ჩემი მეუღლე და ჩემი მეგობრები, ამას წინ უძღოდა ყველა იმ ადამიანის ცალკე ინტერესების გარდა იყო პირადად ჩემთვის ეს მამას მიერ რაღაცნაირად ჩადებული თავის დროზე ის ახტაცება და ის ტოლვა პოლუსების მიმართ, რომელიც მან გამიზიარა ჯერ კიდევ ჩემს ბავშვობაში, ამ 5-6 წლის ვიყავი, ჩამოდიოდა ხოლმე. ძირითადად უფრო ჩრდილოეთ პოლუსზე და მის პოლარულ სარტყელში მუშაობდა, მაგრამ ერთხელ ანტარქტიდაზეც მოხვდა და რაღაცნაირი ემოციური ის იყო ჩემთვის, სულ მახსოვდა მთელი ცხოვრება, რომ ამდენ თაგრეხილებს, კავკასიონი, პამირი, ტიან-შანი, რა ვიცი, კამჩატკა და სხვა თაგრეხილები, ანუ მთის ლანდშაფტებში მომუშავე და მთის მყინვარებზე მომუშავე ადამიანი 10 მაგი ახტაცებით მიზიარებდა აი ამ რაღაცა პოლუსური, არქტიკული და ანტარქტიკული პოლარული მყინვარებით, აი ეს რაღაც თითქოს სწორი უდაბნოს ლანდშაფტზე თავის განცდებს და იძახდა რომ აი რაღაცნაირად სუნიც მახსოვსო და ეგეთი მაგარი არაფერი არ არისო და ამის მეც არც არ იძახდა. ხო და ამან რაღაცნაირად ჩამრჩა, ნუ რა ეს კაცი ახლა უჟბას და იმას ხანტენგრის და იმის შემყური ადამიანი, აკლუჩევსკაიას იმისი რა ქვია, სოპკა რაღაცა უცებ აი ეს რაღაცნაირად ხო სტერეოტიპულად უყურებდი მე და ეს სტერეოტიპი ბოლომდე ესე იყო დარჩენილი, სანამ ეს არის თეთრი უდაბნო, რომელიც და სანამ არ მივადექი აი ამ HX არის ესეთი ნორვეგიული კომპანია, რომელიც აწყობს აი ამ პოლარულ კრუიზებს. ეს არის ნახევრად სამეცნიერო, ნახევრად ტურისტული და ლოგისტიკური გემების, ასე ვთქვათ, კომპანია, ორი გემი ყავთ მაგათ, როალ ამუნდსენი და ნანსენი. და ტყუპი გემები არიან. ეს არის 140 მეტრიანი გემები, 7-8 სართულიანი. ვადარებდი თამარაშვილის კორპუსია, თამარაშვილის 11 სადაც დავიბადე, გავიზარდე, იმაზე ოდნავ გრძელი და ორჯერ განიერი და ოდნავ მაღალია. აი ამ გემით ჩემი მეგობრის მეშვეობით, ეს არის ლუკა ადიკაშვილი, იცნობ შენ ლუკას, რომელიც ამ კომპანიაში მუშაობს, ის არის გეოლოგი. მოკლედ მან მე და კიდე ჩემ მეგობრებს აი ძალიან კარგი შეთავაზება გაგვიკეთა, ვინაიდან ეს იმ კომპანიაში მუშაობს. მის რაღაცა კვოტა იყო, ანუ 3-ჯერ თუ 4-ჯერ უფრო იაფი დაგვისდა ჩვენი პროფესიული და მისი კომპანიის ასე ვთქვათ შესაძლებლობების დისკაუნტის გამოყენებით მოვხდით ამ ექსპედიციაში და აი სანამ არ მივადექი გემით აი ამ პირველ იმას რა პენინსულას ნახევარკუნძულს არქიპელაგს მანამდე ვერ ხვდებოდი ეს მამაჩემის ამბავს
და იქ ყველაფერი გაირკვა. იქ მაგრამ ყველაფერი შენ მანამდე იყავი არგენტინაში ცეცხლოვან მიწაზე, მე მგონი იმ ქალაქში, საიდანაც ახლა ახალი ვირუსი მოდის, ხო? მე მგონი ეგ ქალაქია ზუსტად, ხო? კი. ხო, ანუ იქ უშუაიამდე ჩვენ ჩავფრინდით თვითფრინავით. ყველაზე გრძელი ფრენა, მე მგონი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ფრენა, 18 საათიანი ფრენა. ხო, შუაში იმისთვის, რა ქვია, საწვავის გასამართად ჯდება ბრაზილიაში, სან-პაულოში და ისევ აგზელებს. ანუ იმაზე უფრო გრძელია, ვიდრე ტექნიკურად შეიძლება. წარმოვიდგინეთ 18 საათი, მაგრამ 18 საათის მერე უშუაიადან ანტარქტიდამდე კიდე დრეიკის სრუტეს. დაგიხარ 2-3 დღე და ნუ ეგეც დიდი გამოწვევა. თუმცა უკანა გზაზე უკვე ისეთები ვიყავ. იყო შტორმი? იყო 8-9 მეტრიანი ტალღები იყო. ხო, ნუ ახლა ამჯერ არასამჯეროდ და უყურებდი და წყნარად იმის მე ბოლო მე-7 სართულზე ბარ რესტორანში ახალზელანდიელი ქალბატონი უკრავდა როიალზე 600 სიმღერა იცოდა ზეპირად და ეს რომ ამ როიალზე უკრავდა სხვადასხვა ქვეყნის ადამიანები სვავდნენ შამპანიურს და აი გემის ის რა ქვია ხან ცაჩანდა მხოლოდ და ხან მარტო ოკეანე ჩანდა უზარმაზარი ესეთი კრენი ქონდა ნუ წარმოუდგენელი რა და თვითონ გემი ისეთი კომფორტულია რომ კი რა თქმა უნდა ეს ვესტიბულარული აპარატი იწევა და აქედან წასულებმა დრამინაზე მივიღეთ და უკანა გზაზე უკვე ადაპტირებული ვიყავით ნუ ზოგ ჩვენთაგანს თავიდანვე იავნანასავით მოსწონდა ეს მე ჩემზე არ მოქმედებს აბსოლუტურად სხვათა შორის მაგრამ ის არის ადაპტირება არა ადაპტირებადია ეს ჩვენი ორგანიზმი ისეთია მოკლედ ეს შორიდან მოუარე მოკლედ აი ამ ეს ყველაფერი ვაკეთეთ იმიტომ და რაც თავარია ჩვენ ოჯახმა კრედიტი ავიღეთ მე მგონი არ ვიცნობ ჩემს გარშემო მეგობარს განაცნობს რომელიც ანტარქტიდაზე წასასვლელად კრედიტს იღებს ხო მოკლედ ცოტა ეს არასტანდარტულობა გამეც გავაგზელე და ამ კრედიტით მოვხვდით აი ამ გემზე და საკმაოდ ესეთია ძვირადღირებული სიამოვნება, მაგრამ კიდევ ერთხელ იმის გამო რომ ჩვენ გქონდა კარგი ფასდაკლება, ეს შესაძლებელი გახდა და აქვე მოუწოდებ ყველას. მერწმუნეთ, ძალიან ბევრი ადამიანი ხარჯავს ბევრად მეტ ფულს, ბევრად კი არა წარმოუდგენელ სისულელეებში, ამიტომ მგონია რომ ამ მხარის და ამ კონტინენტის ნახვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრი რამის მომცემი. მოკლედ იქ მე მივხვდი, იქ წავიღე არაფერი, ტელეფონი მქონდა, ერთ-ერთი თან მქონდა წაღებული DJI-ის ისინი მიკროფონები, რომელიც ძალიან კომფორტული აღმოჩნდა ამბის გადმოსაცემად. და აქ ძალიან ბევრ ჩემ მეგობარს მოსწონდა ჩემი რაღაცა პერიოდული რაღაცა 20 მე ჩასაფრებული ვიყავი პირადად 25 წუთიანი რაღაც ვიდეოები, ისე უცებ იქვე აწყობილი, არანაირი ზრახვა რაღაც პრეტენზია არაფერზე არ მქონდა, უბრალოდ მე ინტერნეტი სულ იყო და ამ მესიჯებით და SMS-ებით და იმებით გრძნობდი რომ ძალიან ბევრი ჩემი თანამებრძოლი რომელიც ქუჩაში იდგა და კიდე დგას და მათთან ერთად გავარ, მათ ვამხნევებდი ამ ჩემი რაღაცნაირი მოგზაურობით და რაღაც პასუხისმგებლობის პარკლებში აი ამ რაღაც ვიდეოებს ვდებდი და ამ მიკროფონით სხვა შორის უფრო საინტერესო ხარისხიანი აღმოჩნდა რაღაც ჩემი პირადი ამბის გადმოცემა. დღეს გვაქვს დიდი დღე, ხმელეთზე რამდენიმე გადასვლა, ღამის თენება, 3 საათიანი სვლა თაში სამწუხაროდ სკიტური არ არის და ქართულად თხილამური რაც არის გურიაში რასაც ეძახიან თხილისგან გაკეთებული, ეგრეთ წოდებული ლაპტები, სნოუშუები, მე დავთვალე ზეკ, კი არა თქვა.
in case you want to send a postcard. Exercise for exercise. The signal that you just heard was the general emergency alarm. ეხლა გაჩვენებთ პინგვინები როგორ ლანჩზე წყალში მიირთმევენ და ეძებენ საკვებს. ეს ჩვენი ლანჩია. ეს პინგვინები. Lunch time is a lunch time. Ja, weil ich weiß nicht einmischen, wenn jemand das schon macht, aber ich dachte, das ist auch Šis ასეულობ ემზადებით მარა წვიმს. Global warming. ამოვედით ნაპირზე, ჩავიცვით სნოუშუები, ავიღეთ ჯოხები, შევყვებით გზას. აი ქუნავით, აი. ხუა. მოუწყდეთ ჯგუფს და როგორც კონკისტადორები გადმოვედით. ეს ის არის შორი ახლა რომ დაყვება ხოლმე. ეუბნები რა deep state-ი არ გვანებებს თავს. წვიმს ნახან ეგრეთ წოდებული კრუპა და მაღალი ტენია ძალიან. ის არაფერი. აი ფიტნარინის პლატოზე ჩემ თაობამ თასვლებს ემახსოვრებათ. ტენი რო იყო ხოლმე ზაფხულში თევზის სუნი რო იყო. აი ახლობთ ეგია. ერთი განსხვავება არის რომ ეს ჯიგრები არიან აქ. ესენი შეწუხებულები არიან წვიმით. და უკან ბრიტანული გემი. რაღაცნაირი მისტიკა. მოდი. გამარჯობა. სალამი. მოგესალმები. ის თავის გარე ნათესავები არიან იქ მიდის.
აქეთ მხარეს იყო გამოთხოვილი და ეგეთი ამბებია აქ ანტარქტიკაში. კავკასიაში ჯიხვები არის, მწვერვალის ფონზე გადასაღები, აქ პინგვინები. დედამიწა მრგვალი და განსხვავებული. ის გაცდა თავისიანებს, სად მიდის? სამი ხოლჯო? ძალიან საქმიანია. Also ich bin Vertragskraft, also nicht fest angestellt. Das heißt, ich bin relativ flexibel, habe keine... ამ კუნძულებზე ძალიან ბევრი კვლევა ტარდებოდა სხვადასხვა ხასიათის, მეტეოროლოგიური, გეოფიზიკური, გეოლოგიური, სანავიგაციო, ასე შემდეგ და კუნძულებზე ხშირად შეიძლება ანძა ან რაღაცა ძველი ნაგებობის ნაშთები დაგხვდეს. ეს რაღაცა ამერიკლია, მე მგონი გემის საორიენტაციო რეპერია. ვატარებთ პინგვინს. საქმე აქ. აქ უპირატესობა ენიჭება მათ მობილობას. ისინი ეძახიან. ჩვენ გავატარეთ. ხო, რაც შეეხება აქ თაში სიარულს. ახლა ჩვეულებრივი წვიმიანი მთა არის, მწვივა არ არის ყველაზე კაი კი არა და ყველაზე ცუდი რამ ამ თაში, იმიტომ რომ რაც უნდა კაი განსაცმელი ქონდეს. მაინც რაღაცა დროს მაგამერე ყველაფერი გაზდის, ყველაფერს ჟონავს, ამიტომ ჩვეულებრივი დისკომფორტია. მაგრამ როგორც ყველგან მთაში ფენები, ანუ ლეიერებით ჩაცმა, სათადარიგო გამოსაცვლელები, ყველაფერი განსაკუთრებული. თავიდან ფსიქოლოგიურად ხარ განწყობილი, რომ არ იცი რა დაგხვდება, მაგრამ მე ხვდები, რომ საჭირო იყო თეორიულად ყველაფერი ვიცოდი. საკუთარ გამოცდილება თავისას მაინც იტყვის ხოლმე. რაც შეეხება დიდ ექსპედიციებს, იქ ცალსახად სხვა რაღაცებია. აქ ყველაფერი სხვანაირია, სხვა მთებისგან განსხვავებით, ხანგრძლივობების, სიძლიერის, ანუ დიდხანს ხარ შორს, ძლიერი ქარებია, ძლიერი სიცივეა. და რაც თავარია, რაღაც სიღრმეში სულ გახსოვს, რომ აქ პატარა შეცდომა და კაცშვილი არ არის შენი შველერი. კი არა და გამგებიც კი. ამას თავისი აზარტი აქვს. ხამთოულზე შეიძლება ფეხით სიარული, თხილამურითაც შეიძლება სიარული. მაგრამ ახლა ყველა ხო ვერ დადის, ამიტომ გაიდლაინია სნოუშუ ყველაზე უსაფრთხო, გარანტირებული პრობლემის დაძლევის საშუალება და რაც მთლიანობაში ესეთ უკაცრიელ ადგილას, ესეთ შორს, ესეთ სხვადასხვა ასაკის ადამიანს უმცირებს რისკს. მოვედით. წრე დავარტყით ამ კუნძულს. Aber genauso Stories wie ihre Reiterin. Oh, komm. Ja, das war so schön. Im Prinzip ja wie hier gelegen, das hat so ein bisschen hinter. აქ ყველაფერი თბილია, დამდნარია, თოვლის მაგივრად წვიმა, მეტი პინგვინია, მრავალფეროვნება. ბიომრავალფეროვნებაც მეტია. და მაინც ცივი კონტინენტია. ყოველ ჯერზე გემთან მოახლოება მაინც რაღაცა განსხვავებული შეგრძნება ამ ხელა კორპუსი რო გელოდება. და ფაქტიურად შენ ვიდეო დღიურები შექმენი, ეხლა ჩემთვის იყო ეს შენთან ერთად მოგზაურობდი მე ფაქტიურად გამოჩნდებოდა ხოლმე
შენი ვიდეო ეგრევე შემომები გდიურა მაინც დიდი არა მაინც ნაფიქრი მქონდა რომ მიკროფონი უნდა ყოფილიყო გვინდოდა იქ რაღაც პოდკასტის ჩაწერა იმიტომ რომ ისეთი ჯგუფი წავედით ჩვენ ძირითადად საბუნებო მენეჯმენტ დარგის ხალხი და მე ესეც კი გავაკეთე მაგრამ აღმოჩნდა რომ ის გარეთ გასული სიარული ნავით გემით და ღამის თევით და ასე მგონი რაღაც საინტერესო იყო ახალი ექსპედიციისთვის ვემზადები და მე მოვიცლი ალბათ მაგრამ ნუ ჯერ ჩემშია ეს ყველაფერი და ცოტა ზანტი ვარ ცოტა მეტი დრო მჭირდება იმისთვის რომ ეს რაღაცნაირად გადავხარშო და მე ახალი ექსპედიციისთვის გირჩევ ერთ კამერას მე თალკე დაგილაპარაკებ კი ოკეი და ეს აღმოჩნდა რომ მამა ჩემი იყო მართალი აღმოჩნდა რომ აი უნდა მეკითხა ხო ზუსტად განსაკუთრებით ეს არქიპელაგი საკმაოდ დანაოჭებულია სიღრმეში კონტინენტში ჩვენ 70-ე პარალელამდე მივედით იმაზე ასე ვთქვათ სამხრეთით უკვე გემი ვეღარ მიდის იმიტომ რომ საფულის პირობებშიც კი იქ უკვე ყინულები უფრო სქელია ეს არ არის ყინულმჭრელი არ არის ხო იქ 1-2 ყინულმჭრელი იაპონური ბრიტანული ფრანგული სულ კურსირებს სულ გვერდით არის აი ფარვატერს აკეთებენ თუ არა ესენი არ აკეთებენ უბრალოდ ისინი თუ რაღაცა გაიჭედა იმიტომ რომ ზოგიერთ ყურეში ძალიან ჩქარა იცვლებოდა ამინდი და შეეჭედო უბრალოდ ხო და გაჭედილიყო რა სულ შეკელტონის ისტორია მახსენდებოდა ხო და ამიტომ ის სულ პატრული ეგეთი ისინი როგორც ჩანს ძალიან აწყობილია ეს იმიტომ რომ წელიწადში ამ კრუიზებში წელიწადში კი არა დღემდე სულ ამ კრუიზებში რამდენიმე 2 თუ 300,000 კაცია ნამყოფი. აი ამ კრუიზებში დაახლოებით ამ განედამდე 70-ე განედამდე. ჩვენს გვერდით გემი იყო National Geographic-ის და ნიკოლ კიდმანიც კი იყო იქ და ლაივში ვხედავდით ისიც თავისი გემიდან როგორ რაღაც ასე ვთქვათ წინებს რილზებ და რაღაცებს დებდა. მოკლედ ეს არის რაღაცნაირი ცოტა ელიტარულ სამეცნიერო და ეგზოტიკურ ექსკლუზიური ტური, რომლებიც განსხვავდება სხვა იმისგან. ელიტარული მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან ძვირი არის. ხა ჩვენი კაბინა, რომელიც ღირდა სამღაც 15,000 евро და ფასდაკლების გამო 2,500 გამოვიდა, საკმაოდ დიდი ფასდაკლება იყო, ეს იყო ყველაზე იაფი. სუის მახსენდებოდა ის ტიტანიკში რო ყველაზე იაფი ისინი კაიუტები ქვემოთრო. ხო და იქ ზემოთ იყო 70,000 ევროიანი ისინი გაფრთხილდა 60-ხიანი ბინები, მოკლედ რაც გინდა სულო და გულო. ძალიან მაღალ დონეზეა ეს სერვისი, მაგრამ ყოველთვის არის განცდა რომ ოდნავ რამე რომ მოხდეს, აი კაცშვილი, უფალიც ვერ გიშველის, ისე შეიძლება გაქრე და დაიკარგო ამ ხელა სივრცეებში და ყველაზე კარგად ეს ვიგრძენით კაიაკინგზე რო გადავედით უზარმაზარ აისბერგებში, სადაც ნებისმიერ მომენტში ეს რაღაცა წვრილი პატარა კაიაკი, პლასტიკის ნავი, სადაც 2 კაცი ზის შეიძლება ისე გამოგკეტოს ყინულმა, რომ დიდი გემიც ვერ შემოვიდეს, ვერც კატერი შემოვიდეს, ამიტომ გამყოლი, რომელიც შენ მიყვება როგორც დიდი და გაცილებს ამ იმას, საკმაოდ სწრაფად შეიცვალა იმ ყურეში ამინდი, ეს იყო Red Rock, უბრალოდ ჯორჯ მე-6-ის ყურე და ძალიან სწრაფად გამოვედით, რომ გემამდე მივსულიყავით. მოკლედ, ყოველ ჯერზე მე ერთი მომენტი იყო ამ ზოდიაკოს ტიპის ნავებია, ძრავიანი ნავები, რომელიც ძალიან ეფექტურია. რაღაც 10 კაცამდე გაყავს, ანუ მთელი ეს კრუიზი შედგებოდა 20-22 დღე იყო. აქედან 16 დღე უშუალოდ ვიყავით ანტარქტიკაზე და ამ 16 დღიდან 12 ლენდინგი, ანუ გადასხდომა გავაკეთეთ. აქედან 1/3 იყო კუნძულები, დანარჩენი იყო კონტინენტი. და აი ამ გემიდან ამ ზოდიაკოს ტიპის ნავებით გადასვლისას სულ პატრულირებენ ესენი, სულ გივლიან ის კომპანია თავისი სერტიფიცირებული გამყოლებით, რომლებიც ძალიან მაგრები არიან, არ ვიცი, კონტუაშიც, კაიაკინგშიც, ალპინიზმშიც, ყველაფერში უზრუნველყოფენ ამ ადამიანების ხარისხიან მობილობას. ეს არის ძალიან დიდი წნევის ქვეშ გაჩენილი ყინული, მყინვარის ქვეშ, რომელიც მე დნობის დროს გამოვა. ეხა ამინდი ფუჭდებაო და უნდა წავიდეთ დროზე გემზეო.
in case the wind gets super strong, we will be all together waiting for the Zodiac, and the best way to wait all together is if we raft up. The right way to raft up is when we are next to another kayak. I will give you my paddle, the two of us will hold, and we will make the kayak drift, and we hold like this, all together. We usually throw bad weather coming. გემზე იყო დაახლოებით 600 კაციანი გემია, აქედან 100 კაცი, 120 კაცი არის სტაფი, და კაპიტნიან, მომსახურე პერსონალიან და დანარჩენი ყველა ადგილი არ იყო შევსებული, სადღაც 400-მდე გზავრი იყო. ამ 400-დან დაახლოებით 100 მეცნიერია და დანარჩენი არიან ტურისტები. ის მეცნიერების თავის საქმეს აკეთებენ, ანუ ნებისმიერი ყურეში გემის შესვლა ან გადასხდომა, მაგალითად ყოველ მეხუთე, მეექვსე ნავი არის მეცნიერებით დაკომპლექტებული, რომლებიც ვეშაპებისგან ბიოპსიას იღებენ, რაღაცა ხავსების ანალიზს აკეთებენ, იკვლევენ პინგვინების ცხოველქმედების ნარჩენებს, გეოლოგიურ სინჯებს, ანუ ეს მთელი ეს ამბავი არ არის მხოლოდ მარტო კარტობა და დათვალიერება. და სწორედ ეს ტურიზმი და ეს თანხებიც არის მაღალი, იმიტომ რომ აქედან ძალიან დიდი თანხა ისევ ბრუნდება სამეცნიერო კვლევებში და ანუ ეს არის ეს მთელი დიდი ინდუსტრია, ანუ ეს გემი არის იმის მაგალითი, როგორ არის კარგად შერწყმული კომერცია და მეცნიერება და შემეცნება და ეს რაღაცნაირად ესე ატრიალებს ამ ყველაფერს. როცა მეცნიერები იგივე ფულს იხდიან თუ მათ აქვთ რამე შეღება? არა, მათ როგორც ჩანს რაღაცა ტიპის კონტრაქტი აქვთ, ან გრანტები ან რაღაცა ესეთი. ეს კომპანია თვითონ უშუალოდ სამეცნიერო სამუშაოებშიც ჩართულია და ეს რაღაცნაირად ერთმანეთთან გადაბმულია. დეტალები რა თქმა უნდა არ ვიცი და არც გვეტყოდნენ ალბათ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ეს რაღაცა ისეთი კარგი სიმბიოზია ამ ყველაფერს. ეს ყველაფერი კარგად იყო ლიფტში რო შევედით სიტყვაზე ჩვენ რამდენიმე ლიფტია 8 სართულიანი ლიფტია რომელიც გადის და 9 მეტრიანი ტალღების ქანაობის მიუხედავად ჩვენთან თბილისში რო ლიფტი მუშაობს ჩვენ არანაირი პრობლემა არა ესეთ არას არ გაჭედილა ხო და მე მახსოვს თბილისის ანძაზე რაღაც ლაბორატორია ქონდა პატარა ვიყავ მაშინ და ეს ლიფტი თბილისის ანძა ქანაობს, სადაც მრგვალია, სადაც 2-3 მეტრი და წვერი ქანაობს 7-8 მეტრი. და როგორც კი ქარი რაღაცა 5 თუ 10 მეტრი წამში მეტია, ყველაფერი იცება. მე ერთხელ მოვყევი მან პატარა ვიყავი 12 წლის და 5 საათი ვიჯექი ლიფტში. და სვის ლიფტი მახსენდებოდა ეს გემი კიდე უფრო მაგრა ქანაობს და ეს ლიფტები მუშაობს. მოკლედ ამ ლიფტში შემოვიდა ერთი მგონი ახალზელანდიელი ქალბატონი ძალიან ჯანიანი და ხელში ეჭირა გარპუნი. ისეთი აპლომბით და ჯანით შემოვიდა ლიფტში, მეგონა რომ მე მესროდა იმ გარპუნს და მე გავარკვე რომ მიდიოდა ზოდიაქოს ნავზე ხდებოდნენ ერთ და მისი ასისტენტი რომ აი ამ იმისგან რა ქვია fin whale ვეშაპისგან ბიოპსია აეღოთ. ანუ ესროლა და აეღოთ ნიმუში, რომელიც დასაშვებია რაღაც წესების პარკლებში რომ გამოეკვლიათ. ესენი აკეთებენ მარკირებას, იკვლევენ ამ ვეშაპებს, პინგვინებს, მოკლედ ძალიან ისეთი აწყობილი გაიდლაინებით მთელი პროცესია, რომელსაც ამას ყველაფერს უყურებ. ამ ლაბორატორიებში მონაწილეობ, შეგიძლია შეუერთდე რომელიღაც ჯგუფს წინასწარ ამას აარკვევ და ნუ აი სასწაულია რა, ზღაპარია რა. აი განცდა გაგიჩნდება რომ ხარ სხვა პლანეტაზე, ოღონდ ნუ ატმოსფეროა და ჩვეულებრივად დედამიწისთვის ქცევა აქვს პლანეტას. გრავიტაცია იგივე და ჰაერი და ჟანგბადი იგივეა. ან ჩენი სრული შეგრძნება გაქვს, როგორც ფილმებში გაქვს ან იმაში ნანახი, რომ შენ ხარ რაღაცა ჩელენჯერში ჯდები, სადღაც მიდიხარ, აი მე პლანეტურ სიცოცხლესაც ეხები, ხო? ელემენტიდან დაწყებული, აპოლო 13-მდე დამთავრებული, თელ აი ამ ქცევის წესებს შენზე ესე განიცდი. ეს არის ერთი, რაც ყველაზე საინტერესოა. და მეორე არის ის, რომ თვითონ იქ რო გადადიხარ ამ ნაპირზე და კონტინენტზე. ანუ რაც კი უტრირებულად, აი რაღაც საბავშვო ენციკლოპედია, ან საბავშვო გეოგრაფია, ან საბავშვო იმაში რო არის აღწერილი, აი ერთი სახეობა ჭამს მეორეს, გადარჩენის პრინციპით, მერე ესენი ჭამენ რაღაცას და ყველა ვიღაცა რაღაცას ჭამს, მაგრამ ეს არის ღვთაებრივი, ეს არის წონასწორობაში, ეს არის ეკოსისტემური, აი ამ როგორც საბავშვო ექსპედიციაში იმედი კომიქსებით და ნახატებით წარმოდგენილი ქონდა
აი ეგრე ერთ-ერთში ხედავ იქ. ხედავ იმ ვეშაპს, მკვლელ ვეშაპს, რომელიც ჭამს მეორე ვეშაპს და ჭამს პინგვინს, ხედავ პინგვინს, რომელიც ჭამს რაღაცა თევზს, ხედავ იმ თევზს, რომელიც კიდე სადღაც და ეს ყველაფერი მე ეს რო ყდება, იმის ჩონჩხი იქ არის, იმის მალა იქ არის და ეს ყველაფერი აი ესე ყველაფერი ამ პირამიდის რო ძირი არის პლანქტონი, რომელიც ფაქტიურად თვალით შეიძლება ვერ დაინახო. ვერ დაინახო. ერთადერთი რაც ხდება თვალში და რაც იწვევს დისონანსს, ეს ხარ შენ. ადამიანი. იქ არ უნდა იყო უბრალოდ, ხო? აი, ხო, ეხლა ძალიან ძნელია ჩვენ სახეობას ეხლა და ეხლა კრედიტს რო ვიღებ და იქ რო წავიდე, ეხლა რა გამაჩერებს, ხო? ესეთი სახეობის წარმომადგენლები რო ვარ, მაგრამ ამას ხვდები, რომ შენ ხარ იქ სტუმარი. ნუ ოდნავ თუ რაღაცა წიგნი წაიკითხავს და რაღაცა შეგრძნება გაქვს გარემოსი, მოწიწებით ხარ და ეს ძალიან კარგად ჩანს, იმიტომ რომ ეს გემები კი არის რამდენიმე ათეული და ასეული ათასია ნამყოფი ამ არქიპელაგზე, სიღრმეში ძალიან ცოტა ადამიანი აქვს. მაგრამ ეს გემები ყოველთვის არ მიდიან ერთ და იგივე ადგილას. ეს არ არის როგორც ავტობუსი მიადგება იზეს პლატოს და გადმოვა პირამიდასთან რაღაცა 200 კაციანი ჯგუფი და იქ აკლემი რო ხდება იმაში ეგვიპტეში და ხელს რო გიწევს, იმიტომ რომ ახსოვ ხარ აკლემსაც. აქ ეგრე არ არის. აქ იმ პინგვინს პირველად ხედავ და ის პინგვინი პირველად ხედავს ადამიანს. უმეტესწილად. იმიტომ რომ არ არის წინასწარ განსაზღვრული, სად შევა ეს გემი და იქ ყინული ამ გემს ძალიან მაგარი სამეცნიერო ლაბორატორია აქვს, ონლაინ რეჟიმში უყურებენ მეტეომონაცემებს, სატელიტურ სურათებს იღებენ, რადარულ გამოსახულებას იღებენ და ყოველ დღე ბრიფინგებია წინა დღეს, მეორე დღეს როგორ დაიგეგმება დღე. და ერთ ყურეში არ შევედით, იმიტომ რომ ყინული უფრო სქელი იყო, მეორეში შევედით, იმიტომ რომ თხელი იყო, მესამეში არ შევედით, თხელი იყო, მაგრამ ქარი იყო და ამას ყველაფერს, აი ეს სამეცნიერო ხელმძღვანელი ყველაფერს გიყვება, შენ ხდები ამის მონაწილე და შენ გრძნობ, რომ ხარ აი ეს არგონავტივით, აი ამ დიდი იმის, ანუ მითოსურია ეს ყველაფერი რა. ყველაფერი არის მართლა მითოსურია. და ამ მიდიხარ ამ მითოსურად, აი ეს მართლა ჩამოსული რაღაცა იმისავით სხვა პლანეტიდან იქ ადგილობრივ წარმომადგენლებთან შედიხარ კომუნიკაციაში და ნუ რავი თუ ჰუმანურობას და ცივილიზაციას რამე ჰუმანურობა გააჩნია, აქ ეს ადამიანი რა თქმა უნდა ის გაიდლაინები არის, წესები არის, ამ ინსტრუქტორში დადიხარ ყველაფერს და ნუ მე არ მინახავს ვინმე ვინც დამთვრალა და პინგვინისთვის თავში წამოუწყავს. უბრალოდ ბუნებრივად გიჩდება თუ ნორმალური ადამიანი ხარ, რომ ანუ ქცევებიც იცვლება ადამიანებს. შენი ქცევებიც იცვლება, იმიტომ რომ ამას გრძნობ, რომ შენ ხარ, ისა რა, ალოხტონური, ანუ არ ახარ იქაური, ხო. იქაური არ ახარ და ამას ეტრფი ერთ-ერთი რაც შეიძლება ხნა, გადაიღო, მოხვე, წამოიღო შთაბეჭდილება და არ შეეხო რა. ანუ ეხლა მაინდა-მაინც მკვლელ ვეშაპს არ უნდა ჩაუხდე თავში, რომ შეაჭმევინო თავი, მაგრამ ნუ აი ეს ფრთხილად ეს ამ ყველაფერს განიცდი, ამ ყველაფერს ხედავ და ცხოველებიც ანალოგიურად გექცევიან, ხო? ვთქვათ იგივე მოდის შენთან და ისიც დისტანციას იცავს, შენც დისტანციას იცავ და მად მივხვდი რომ ნუ როგორ უნდა, არ ვიცი, როგორი სხვანაირი უნდა იყო, რომ პინგვინს მოკიდო ხელი და სადმე წამოიყვანო რა. ყველას გულისხმობს, ბერლინის ზოოპარკიდან დაწყებული, სხვა ზოოპარკებით დამთავრებულს გულისხმობს. ნუ აი, ჩემთვის პირადად მესმის ზოოპარკების მნიშვნელობა ყველაფერი, მაგრამ მგონი რაღაცა როგორც ის არ მომწონს ხარების ბრძოლა, აი ჩემთვის ეს ზოოპარკიც არის რაღაცნაირი რთული, ალბათ ბევრი შემეკამათება, მაგრამ ნუ პინგვინების მიმართ განსაკუთრებით ის გამიშთა, რომ აი კი მაგარია ეგოისტურად რომ შეიგრძნო მათთან ერთად თანაყოფა რაღაც პერიოდი, მაგრამ ნუ ჯობია რომ არ შეაწუხო ისინი უსაყვარლესი ისინი არის და ისეთი მისლია რომ გემი აღარ ჩანს და მაგარი განცდა. არავინ არ იმჩნევს. ყველას ერთმანეთის იმედი აქვს და გემს თუ ვინმე ხედავს, თქვით რა. ცოტა ყინულში ჭედავს პროპელერი, მაგრამ ხედვის ზონიდან. გემი შედი. სადა ხარ გემი? ურა. Okay.
ეს გასვლა სხვანაირი გვაქვს ლუკა. სხვანაირი გვაქვს. მოდრეიფე ყინულზე გადავდივართ. კიდე გვექნება სხვანაირი გასვლები, მაგრამ ეს გასვლა წინასთან შედარებით სხვანაირია. სხვანაირი ამის გარდა რა დაგვრჩა. ღამის ფევა, სნოუშუინგი, კაიაკი და წყალში ჩახტომა დღეს. გასვლები გახტომა. Camping on the ice. Yeah. Nice. Wrong script. ეს არის ჩვენი გემი. აიქიდან მოვედით ზოდიაქოს ტიპის ნავით. აქ ამოვედით ნაპირზე და ეს მთლიანად არის მოდრეიფე ყინული. ეს არ არის ხმელეთი. ჩვენ მქონდა რამდენიმე გადაჯდომა კონტინენტურ ნაწილზე, კუნძულოვან ნაწილზე და დღეს ვართ პირველად ყინულოვან ნაწილზე. ანუ ეს ყინული დიდი ყელი აისბერგივით არის, ანუ ზღვის ყინული, აისბერგი არ არის, აისბერგი რომელიც მყინვარიდან ტყდება და მერე მოდის, ეგ არის. ბოდიში ამ სანახაობას ვერ აული გვერდს. ისე შორიდან ზუსტად ამათ ცავით გავართ ჩვენ. უკვე ამათ ეჩვევი, მაგრამ ვერ ეჩვევი, ძალიან საყვარლები არიან. მოკლედ ამათ დაუბრუნდებით. აი, ეს არის ყინული, რომელიც შემოფარგლულია. ეს მთლიანად აი იქით არის ჩრდილოეთი არის იქით, პოლუსი არის აქეთ, სამხრეთი, ეს არის ყურე ბოლო, სადაც შეიძლება შემოვიდეს გემი და აი აქედან იწყება უკვე კონტინენტური ანტარქტიდა მთლიანად. ალბედოა მაღალი, სათვალეები, ტანსაცმელი, ხელთათმანი ყველაფერი გამოვიცვალეთ, იმიტომ რომ აქ დიდი არეკლაა, სხვა პირობებია. შორჩანს მყინვარები, გამოიდარა, მთელი ქედი გამოჩნდა. ჯიგარი აქ არის. ეს საკმაოდ დიდი ოკეანური ყინულია, ანუ ზღვის ყინული, რომელიც მოძრაობს, ოღონდ ძალიან ნელა. თავისუფლად შეიძლება მასზე სიარული, პერიმეტრი მონიშნული გვაქვს. კიდეების იქით გადასვლა არ შეიძლება, იმიტომ რომ არ ჩატყდეს და არ ჩავარდეთ. ჩავარდეს ვინმე, ეს ჩვენი გემი. ეს არის მარგარიტას ყურეს ბოლო უკიდურეს სამხრეთი ნაწილი. ამის იქით უკვე მთლიანად კონტინენტი გრძელდება. აი, თუ რამე საინტერესო იდეა ეგ გაუჩნდება ვინმეს, აი ესე უნდა იაროს პოლუსამდე. ეს ცოტა მოწყენილია. რაღაცას ელოდება. ფიქრებდი აი ეგვიპტეში აკლემები რო პოზიორებენ, ან ცირკში დათვები, რაღაცა იციანო. ესენი პირველად ხედავენ. აი ეს კონკრეტულად ეს პინგვინები პირველად ხედავენ, იმიტომ რომ ეს ყინული ეხლა ვიპოვეთ. ანუ კაპიტანმა ეხლა აღმოაჩინა, რომ აქ ღირდა სატელიტური სურათების მეშვეობით, სისქით, იმით, დილას გაშვებული სადაზვერვო ჯგუფით, გაარკვია, რომ აქ გადაჯდომა შეიძლება. და დაგხვდნენ ესენი. აი ესეთი საყვარლები და მეგობრულები არიან. აი ხამასთან რომ მიხვიდე, ხმამაღლა უთხრა, ხელი მოკიდო, რაღაცა კიდე აკოცო, ჩამოართვა, წამოიყვანო. მე როგორი უკულტურობა და ჩარევა. ზეგოიმობა. ყველა ჩუმად ვართ. მოკლედ 2 დღე ვიარეთ, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო რომ მაქსიმალურად სამხრეთით, ანუ მაქსიმალურად ცივ, მაქსიმალურად ახლოს პოლუსისკენ მოხვდარიყავით. თავიდან დაგეგმილი იყო სადღაც 65-მე-7 მაქსიმუმ მერვე პარალელამდე ჩასვლა. ჩასვლას იმიტომ ვიძახი, რომ ჩვენი ყველა სასწავლო და სამეცნიერო რუკები ზემოთ ჩრდილოეთი და ქვემოთ სამხრეთი. ისე მნიშვნელობა არ აქვს, გასვლა შეიძლება ვთქვა. ხო და ჩასვლა
ყველაზე ღრმად, ანუ სადღაც 67 გუშინ პარალელამდე განედამდე, სწორედ რო თქვა. გუშინ გემის კაპიტანმა და ტექნიკურმა მენეჯერმა მაქსიმალურად იქნებ ვეცადოთო და დღეს დილით 5 საათზე ჩამოვაღწიეთ 70-ე განედამდე. აი ეს არის ყველაზე სამხრეთით, ანუ ყველაზე ახლოს პოლუსამდე მანძილი, სადაც გემს შეუძლია ეხა გაჩერება. ეს ყურე, რომელიც აი სადღაც აქ ვთავრდება ამ ადგილას, არის მარგარიტას ყურეს უკიდურესი სამხრეთი ნაწილი. ამის იქით უკვე ყინულებია ისეთი და აისბერგები, რომ უკვე აქ ყინულჭრელია საჭირო და შეიძლება ყინულჭრელიც ერიდებოდეს ამ ყინულებს. აქედან, ამ ნაპირიდან, მიუხედავად რომ ეს, სადაც ახლა ჩვენ ვდგევართ, არის ყინული, რეალურად ნაპირი იწყება, აი, ცოტა უფრო განსხვავებული ფერით, აი, შავი ზოლი რო არის, იქ თავდება ეს ყინული, რომელსაც ჩვენ ვდგევართ. და იმის იქით იწყება უკვე კონტინენტი, რომელზეც გუშინაც გადავედით. გემი ახლა იქ ვერ მივა, იმიტომ რომ ესეთი ყინულები უშლის. აქ ორი ტიპის ყინულია, აისბერგის ყინულები, რომელიც მყინვარებიდან ჩამოსული მასაა მოტეხილი და ტივტივებს. და არის კიდე უშუალოდ აი ყურეებში, მაღალი ტემპერატურის გამო იყინება და ისიც იმასაც მტრევა ჭირდება. ამ ნიშნულზე ყოფნა არის ძალიან დიდი პატივი, როგორც გეოგრაფისტვის, როგორც ადამიანისთვის, როგორც არ ვიცი, ნებისმიერი ბუნების მოყვარული კაცისთვის და ყოველთვის კიდევ ერთხელ დარდი ქვეყანაზე თან დაგხვდება და პროტესტის და ბრძოლის ჟინი არასდროს არ გვიქრება. ამე გველოდება ნათლობა 70-ე განედზე ოკეანურ წყალში, კერძოდ კი მარგარიტას ყურეში ჩახტომა. ეს ვეშაპები ვეშაპებზე მიდოდა მე კიდე. ვეშაპების მიმართ საერთოდ განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს, იმიტომ რომ ჩვენი საერთო მეგობარი და ძმა, რომელიც ისე წავიდა, რომ ვერ დაგვემშვიდობა, ცოტნე ჭაუხში გულისხმობ, ხო? ჩვენ გახსოვს ადრე წინა გადაცემაში ვყვებოდით, რომ დავფრინავდით თვითფრინავიდან სულ ამ ლურჯ ვეშაპებზე ვიждდებოდა რა და ყოველთვის ესე აკრიალებდა და გვაჩვენებდა და ჩვენც ფოტოებს ვიღებდით, ძალიან ხშირად დავაკეთებდით. და ჩემს რაღაც წარმოდგენაში ეს არის აი ის ხო დაახლოებით იქ მისი თვითფრინავი იქ არის მათთან ერთად ხო? არის და ისიც იქ არის, მისი სხეულიც და ისიც იქ არის და სულ რო დახედო რუკას ამათ მიგრაციის გზებს. იმიდან რა ქვია, ხო, ალიასკიდან მაქამდე, დრეიკამდე, იმამდე, პენესუელამდე ჩამოდიან და უკან ადიან რა და აი რაღაცნაირად პლანქტონს დაძდევენ ეგენიც ხო? და ვეშაპებს რო ხედავდი, სულ ცოტნეზე მეფიქრებოდა რა, იმიტომ რომ მე მჯერა ამ ენერგიის ცვლის, ყოველ შემთხვევაში ეს თუ არ არსებობს, მე მჯერა ამისი და მე ვხედავ ამას. რომ აი ეს ემოციური კავშირი ამ სახეობასთან მას ჰქონდა, მეც გამიჩინა და ჩვენც ესე უყურებდით და ზოგადად ამ სახეობასაც აქვს ჩვენთან რაღაც, ხო? ამ სახეობას კი არა, ამ ჯგუფს ცხოველებისაც აქვს ჩვენთან. ყველაზე განვითარებული არიან, ძალიან ისინი არიან. და აი რაღაც საოცრება ხდება ხოლმე. საერთოდ მე ხო და ამ ცივილურ და ძალიან კულტურულ დამოკიდებულებას, როგორც ჩანს, ქცევების ევოლუცია უსწრებდა, იმიტომ რომ 50-იან წლებში, როცა მე საუკუნის დასაწყისში პირველი, ასე ვთქვათ, ჩამსვლელების და აღმომჩენების მერე, უკვე მერე ამუნდსენის, სკოტის და შეკლტონის მერე ყველა მიხვდა, რომ ეს ხელწამოსაკრავი კონტინენტი არ არის, გმირობები ჩაიდინეს, მაგრამ ეს ჰეროიზმი უკვე აღარ იყო ისეთი რა. და ამიტომ ნელ-ნელა წამოვიდა მექანიზაციის ეტაპი, უკვე ისინი რა ქვია,
თვითმფრინავები ძირითადად იქ ადგილზე თოლმავალები, სხვა შორის რამდენიმე ძველი ამერიკული და ბრიტანული მიტოვებული ბაზებია, სადაც ძველი ისინია, რო ქვია. ტექნიკას დევს, ხო? თოლმავალ ყოველ ბეზდეხოდებს რო ვეძახით. ბეზდეხოდებს, ხო. ხო. ყველგან მოვალ. სხვა შორის სკოტმა დაიწყო მაშინ პირველად და არ გაუმართლა მაგან, იქ საწვავი ეყინებოდა რაღაცა პრობლემები. მაგრამ ეს ავიაცია ნელ-ნელა შემოვიდა და მაშინ ანუ ათვისების ხო ახალ მიწას რო ითვისებ, ხე კოლუმბი და მაგელანი და ვასკო და გამა და ისინი დადიოდნენ, იმიტომ რომ სამეფო ოჯახი აფინანსებდა რომ სანელებლები ინდოეთეძებდა ყველა, ხო ხან იქიდან ჩორნი პერეცი ჩამეედა. ხო, ეს ჩორნი პერეცის გამო, ესე იგი, ისეთი გაზულუქებული იყო ეს სამეფო ისინი, რა ქვია, კარი, რომ ამხელა ექსპედიციებს ამ ჩორნი პერეცის გამო, ესე იგი, აფინანსებდნენ. რა არის, რა ზოგადად, როგორი ისეთია, ირონიულია, რა, ესე იგი. ხო, მაგრამ საბოლოოდ რამხელა სიმდიდრეს მიადგნენ. გემოს და გაფუჩების გამო ადამიანი ისეთ რაღაცებს ჩადის, რომ საბოლოო ჯამში მიიღოს კარგი რაღაცა, არ ვიცი. გემრიელი საჭმელი, დღეს სადღაც რომელიღაც აზიურ რესტორანში დაგვირგვინებული მთელი ამ ექსპედიციების, ესე ვთქვათ, მონაპოვარი, ან მთელი ამ ომების სავალალო შედეგები გვირგვინდება მერე რომელიღაცა გამაყუჩებელი და რაღაც. მოკლედ, ეს ყველაფერი დაიწყო კომერციული ათვისებით იმის ვეშაპის ცხიმი. რომელიც იყო და ზეთი, რომელიც იყო ბევრ სხვადასხვა რაღაცებში გამოყენებადი. პარფიუმერიიდან დაწყებული ტექნიკური და ხო, იმიტომ რომ არიჟანგება და ასე შემდეგ და ბევრი სხვა რაღაცა და მეტალს, ძირითადად მეტალზე და იმაზე ხმარობდნენ, პარფიუმერია და მედიცინა და უმოწყალო ჩეხვა მიდიოდა ამ ვეშაპების. ეს იყო ინდუსტრია, ნუ ეხლა სხვა ინდუსტრიასთან შედარებით არა, მაგრამ ნუ რამდენი ლიტერატურა და რამდენი ცნობილი მწერალი ამას აღწერს, ხო? და მერე სადღაც 60-იანების მერე ეს პრინციპულად აიგრძალა. ჩვენ რამდენიმე კუნძულზე და რამდენიმე ადგილას შევედით იქ, სადაც ძველი მიტოვებული ესეთი ცხიმის გამომზადებელი, ხო, სარეწი ქარხნები იყო და ხო, ეს ჩანს რა, ეს ძიმე ისა რა და ადამიანი როგორ იცვლება, აი ზუსტად იმ ადგილას, სადაც ადრე უმოწყალოდ ხოცავდნენ ვეშაპებს, ეხლა ფრთხილად ჩადის სხვა ადამიანი ამდენი ათეული წლის მერე, იმიტომ რომ განვითარდა ის და არათუ რამეს კლავს. 1-2 ადგილი იყო, სადაც მუხლი დავადე მიწას, რომ ფოტო გადამეღო და გაიდლაინი გრძალავდა კონტინენტზე მუხლის დადებას. ან რომელიმე ადგილას, აი წარმოუდგენელი და გემიდან რო გადავდიოდით, ყოველ ჯერზე ვაკეთებდით ვაკუუმით, ანუ მტვერს რასრუტით, შარვლის და ტანსაცმლის წმენდას. ეხლა ვიღაცას შეიტანო, ხო რა? რო არ შეიტანო მტვერი, სხვადასხვა ტიპის მტვერი, ან ბიოლოგიური, ან მექანიკური, ან რაღაც. ეხლა ვიღაცა იტყვის და რა თქმა უნდა, იქ შეიძლება ეხლა ჩუმად შეიტანო და ბოლომდე კარგად არ გაუკეთო მტვერსასრუტით გაწმენდა და იმაიმუნო, მაგრამ ნუ რატო უნაქნა? და ეხლა მაინდა-მაინც მტვერი რო შეიტანოს 2-3 კაცმა, ეხლა იქ მიკრო იმას გარემოს ვერ შეცვლის, მაგრამ რახან ეს ტურიზმი მზარდია და რადგან ეს პროცესი მიდის, ძალიან სწორია რომ იცავენ ამ წესებს. ბოლო-ბოლო რაღაც სოკოსპორები შეიძლება შეიტანო მილიონი რამ არის, რომელიც უცხოა იქაურობისთვის. კუმულატიურ ეფექტს მოახდენს მაინც მზარდა. მაგრამ არის კიდე მეორე საფრთხე, ამაზე ნაკლებად იყო საუბარი, ეს უბრალოდ მე და შენც იცი კარგად. რომ ამ ყინულების დნობის პარალელურად იქ ადრე 10 წლების წინ ან რამდენიმე ასეულების წინ გაყინული ძველი მიკროორგანიზმები, ბაქტერიები და შეიძლება ვირუსებიც კი აქეთ წამოვიდეს. ამიტომ ფეხსაცმელი დაგვირიგეს და ყოველ გადასვლა-გადმოსვლაზე იყო სრული დეზინფექცია. აი სამჯერ გადავიდოდეთ, სამჯერვე ხდებოდა ფეხსაცმლის დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით. გადასვლამდე და გემზე დაბრუნების მომენტში და ის ფეხსაცმელები უკან ჩავაბარეთ. ამიტომ ეს სპეციფიკა, აი ესეთი წესრიგით შენარჩუნებულია. იქიდან ამის წამოღება რო არ შეიძლება ფაქტია. მაგრამ ხო ქართული სული რაღაც ერთი კენჭი მაინც ხო, ნუ ეს მეც ყოველთვის ყველგანიდან მომაქვს და ერთი კენჭი. ალბათ თუ მოხდიოდეს რაღაცა ჩვენგარება. მოკლედ ბიჭები და ბეკა იქ ჩუმად ქვებს იღებდნენ და ვისაო ერთიანობა ბეკას რო გეხვეწებიო უყურეო რო იმანო რა ქვია
ჩვენმა გამყომ არ დაინახოს, გამყომა კი არა, თავი კოცამ არ დაინახოს, არ დაგწევს. ჩამოვედი მაგიდაზე გადმოყარა მე ეს კენჭები. ტვინში სისხლი ჩამეცა. კოცა რა მაინტერესებდა, იცი, აი მაინც ახლა ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ანტარქტიდა, რომ ეს არის ერთი ყინულის დიდი ლოდი, ხო, დევს რაღაცა პოლუსზე, სამხრეთ პოლუსზე. რაღაც რთული წარმოსადგენია, რომ ეს არის კონტინენტი და აი ჩვეულებრივი კლასიკური კონტინენტია, რომელზეც მაგალითად ჩემი საყვარელი მწერიჭამია ცხოველები, რომლებიც დღეს ტროპიკებში არიან გავრცელებულები და საშუალებები, იქ არის ნაპოვნი მაგალითად ჩანთოსნების კბილები, ანუ ეს იყო კონტინენტი, რომელიც თავისუფლად მწვანეც იყო, იმიტომ რომ იქ ქვანახშირის საბადოებიც არის, ხო და აი იქ რო ხარ შენ, ნუ თქვენ იყავით ყინულით დაუფარავ ადგილებში, ხო? ადგილებში, კი, ყინული დაფარულსა და ყინული დაუფარავ ადგილებში. ხო. აი გძნობ, რომ რაღაცა სხვა კონტინენტია, რომ ვთქვათ, უამრავ ადგილას ხარ შენ ნამყოფი და აი იგრძნობა, რომ აი კი მიწა ჩვეულებრივი, ვთქვათ, იქ გალკარა, რა ქვია, რიყის ქვებიც იგივეა, ალბათ ქანები. ხო, გონდვანას ნაწილი იყო ბოლო-ბოლო, ხო, საერთო ქანებია და დინოზავრების ძვლებია ნაპოვნი და მაინც ეთყობა, რომ ეს რაღაც არქაულია, რაღაცა განსხვავებულია. ერთადერთი რასაც განსხვავებული ალბათ ეხლა აი პრინციპში ბევრგან ვარ ნამყოფი, მაგრამ ეხლა ვთქვათ მარსი არის ადგილები მასოა გეგონება მართლა მარსზე ხარ რა. განსაკუთრებით მიუხედავად იმისა, რომ ეს რაღაცა ცივი და თითქოს თოვლიანი ადგილებია, რაღაც ადგილებია ვულკანური გამოფიტვის მასალა, აი მართლა თეორიული ფოტო და ვიდეო მაქვს, სრული იდენტობა მარსმავალიდან გადაღებული ფოტოების. რაც შეეხება მყინვარულ ლანდშაფტს, ეხლა ეს ვერძიშუბლები და ესენი, რა ქვია, ყინულვარდნილები ძალიან დიდი მსგავსება. ნუ განსხვავება არის ის, რომ აქ თუ მაგალითად კავკასიონს რო შევადარო, ადიშის ყინულვარდნილი, ხო, ყველა მხრიდან რო ჩანს, თვითმფრინავიდანაც რო ჩანს, სოფლებიდანაც რო ჩანს, კოსმოსური სურათიდანაც რო ჩანს და რაღაცა დიდი გგონია და ეს შხარა რო აზიდულია და ეს უჟბა. ეგეთი არის ერთი 200-300 ცალი, აი ესე რო გაივლი, მასშტაბებია წარმოუდგენელი. და წარმოუდგენელი ეს ყველაფერი წყალშია ჩაძირული, აი ამ ოკეანეში და უზარმაზარი მასშტაბები. ეს ნახევარკუნძული არის ძალიან დანაოჭებული. ანუ აქ ამ ადგილას ეს აი ამ სამხრეთ ამერიკის მთაგრეხილის და გამოჭმულებია, რომ ფიორდებია ესეთი ტიპის. კი, ჩვეულებრივი ფიორდებია, ოღონდ ყველა სხვა ფიორდისგან განსხვავება ის არის, რომ უზარმაზარი გამყინვარი. ძალიან ძლიერი ყინვარული მასებია წარმოუდგენლად. ანუ აი რაღაც გროტესკულია. აი თუ შენ დაკალიბრირებული გაქვს ეგ მაგალითად ნორვეგიის ფიორდებში, ან ალასკაში, ან სადღაც ეს ყველაფერი მრავლდება 10-ზე, 100-ზე, საქართველოს შემთხვევაში 1000-ზე. და მარტო ერთ კადრში შეიძლება უცებ 3 უჟბა, 2 თეთნუდი, 4 შხარა, 8 მყინვარწვერი ერთ აი ამ კადრის პანორამაში და ყველაფერი ეს რაღაცნაირ ერთ წყლის ზედაპირზე, რომლიდანაც სიმეტრიულად ამოდიან უზარმაზარი ვეშაპები, გეგონება და შუაში პინგვინები ესეც ურავთ. გონია რომ ზემოთ რეჟისორი უშუალოდ აი ტრუმან შოუროა ფილმი, ხო იცი? გეგონება ვიღაცა ზემოდან ესე დეკაიფება უკაცრავად სიტყვისთვის და შენ ნუ გიждები რა ამ ყველაფერს რო უყურებ. რაც შეეხება ხა გეოლოგიურად იქ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც მალაქიტის ინტრუზივები იყო პირდაპირ. ეგეთ რამე არ მინახავს. არ ვიცი შეიძლება ხა ისლანდიაში ან ალასკაზე სადმე მსგავსი არის, მაგრამ ეგ მე მინახავს ურალზე სხვათა შორის. ხო. მაგრამ ასეთი იყო ანუ დიდი ის რაც ეხა მან ანუ ეს ვულკანიზმის შედეგად კი და ძალიან ბევრი კონტაქტები მე პირადად რაც ვნახე სწრაფად იცვლება გეოლოგიური გარემო, დანალექ ქარებს, ეგრევე ინტრუზივები, მერე ვულკანური, მერე ეს ყველაფერი რაღაც ყინულით მოშანდაკებული, მერე უცებ პიროპლასტიკით მობნეული და ამ ყველაფერს ეს ფიორდებში წყლის ზედაპირული ყინულით, ეს აისბერგებით, უცებ აი ამ ყველაფრის ფონზე გემზე დიდი აისბერგი ისე ჩაივლის და უცებ მასშტაბს გირღვევს. ოკეანიდან შევდივართ აი ამ Deception Island-ზე და აი აქ უნდა შევძრეთ. ეს არის ერთი ძალიან დიდი წყალშორის მოქმედი ვულკანი.
რომ ვულკანია, გასაგებია ყველასთვის. ინახეთ ფენებია. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ამოფრქვევის შედეგად, სხვადასხვა სიმკვივის ქანები, რომელიც მე ზემოდან აი როგორც ეკლერს რომ მოასხავ. რა ქვია ზედა იმას გლაზურს, აი ისია მყინვარები. თვალშორის ჩვენი მყინვარწვერიც დაახლოებით ეგეთი სტრუქტურის გახლავთ. არ არსებობს რომ პროცედურა დაირღვეს. გამორიცხულია. $3.15. So you guys have got a while to go. Okay, you can get up on both sides. Have a lovely time. Enjoy. Thank you. მოგესალმებით ვულკანურ კუნძულზე. აი როგორ ადის ორთქლი. აი ამ ადგილას მიწას. აი ეს არის ეტყობა ეს წყარო. აი მიწის ქვეშიდან გამოდის. აი და აქედან იღებს აბა ტემპერატურის ნახვა შეიძლება. დიახ. ცხელია. მოკლედ აი ეს ორთქლი. აი ეს ორთქლი. გოდიში. აქაც გაუჭრელ კადლებს. თბილია და იმიტომ ჩადის თამამად. ეს ის კალბატონი არ იყო, თელი გზა ჩუმად რო იყო. აქ ყველაფერი ვულკანურია. ხა ეს არის აი როგორ ჩანს იქ მყინვარი, რომელიც დათბობის და შეიძლება თერმული ანომალიების გამო ვარსოფულ ხასიათს იძენს და ეს თელი ეს ველი არის ვარსოფის გამოზიდვის კონუსი. სხვათა შორის აქ ეს ბაზა და იქ ჩანს საცავი ის აყირავებულია, იმიტომ რომ როგორ ჩანს აქ ერთ დღეს მოხდა დიდი ღვარცოფი და ეს ბაზაც იმიტომ გადავიდა აქედან, იმიტომ რომ მინგრეულ-მონგრეულია და აშკარად აქ როცა აქ დამკვიდრდნენ, ეს ფენომენი არ ქონდათ გამოკლეული. სულ ცოცხალია ყველაფერი. ღვარცოფები ეთყობა წვიმა იყო აქ და პატარა მორეცხა. ფაქტი აქ შენობა ნაგებობები ედგათ ადრე როდესაც ეს საფრთხე არ იყო. გვაფრთხილებს რომ ხი არ ჩაგივარდეთო, ნუ ბოდიალობთო ლამშია. თვითონ კარგად დადის. დავაქვემდებაროთ. არ არის პრობლემა. აი ესეთია ვულკანური ქვიშის პლაჟი. ეგეთი ამოფრქვეული მასალა. წრილი ფრაქცია. იგეთა გამოფრქვევის დროს აი მინიმუმ ამების წვიმა მოდის. აი ხა იმ გადასასვლელზე ავალთ. ეს ძალიან მაგარია, ნავები აქ ეთყობა. აი ძალიან კაი ინდიკაცია ხა ეს. ეს ნავები როგორ ჩანს იდგა ნაპირზე. ნაპირი იყო მაშინ აქ. და აი იქიდან წამოსულმა ღვარცოფმა მოლამა ნაპირი აი აქედან გაზარდა იქამდე. ნუ შეიძლება მთლად წყლის პირას არ იდგა, მაგრამ აშკარად ისეთ მანძილზე იდგა და ჩანს რომ უბრალოდ დიდო, სულ რომ ამ მანძილზე ყოფილიყო, აქედან იოლად შეეტანა. კაი ძველი გემებია და ჩაძირულია ეს ღვარცოფის გამო. აი ეგეთი დინამიური ცხოვრება არის აქ. ხო, ნუ აშკარად ჩანს რომ აქ სიცოცხლე ჩქეფთა და დაიხვეწნენ აი ამ პროცესის გამო. მაინც მგონია რომ აქ მყინვარი ძალიან მაგრად დნება და ნალექი რომ მოდის დათბა აი ვულკანურ ქვიშას და გამოფიტულ მასალას ზედაპირული მორენის სახით ღვარცოფად აქცევს. მოკლედ ერთი და იგივე პრობლემები გვაქვს ყველგან, მთელს პლანეტაზე.
ყინვარული ენა როგორ კიდეა ნარჩენი. ის რომ ნაპირი ხო უფრო სიღრმეში ამას ადასტურებს ისიც რაც მოგიყევით პინგვინების გლოვის დროს. ეს ვეშაპის მალა. ესეც ვეშაპის მალის ნაწილია. ანუ როგორ ჩანს აგაც ხდებოდა ის დრამატული ამბები, ხა ეს მცემს ალბათ ეს ქალი. დრამატული ამბები, როდესაც ვეშაპები იძულებულები იყვნენ ნაპირზე გამოსულიყვნენ. So, we'll do my best. Sorry. Kushi რასაც ყვებოდი, ნაპირზე შემორჩენილი ვეშაპის ძვლები. ბედნიერება თელი ბავშვობა რასაც ისმენ, მე მაგას რო ნახავ. ხო, აქ სულ ყველგან დასახლებულები იყვნენ. ყველაფერი წყალმა წაიღო. აი ეს სისქე არის, აი ეს თელი კედელი. აი ესე რომ გავყვეთ, წარმოიდგინეთ თელს კუნძულზე. ბოლომდე. სულ რასაც ხედავთ. ეს არის ერთი დიდი წრიული სტრუქტურა, დიდი კალდერა. ანუ დიდი ყელი, საიდანაც იფრქვეოდა უზარმაზარი ვულკანები. ანუ აი ეს არის კალდერა, კრატერების ერთობლიობა და დიდი ეგრეთ წოდებული კრატერი და ეს არის აი ამ კალდერას ბორტი და გარეთ გადასასვლელი. ანუ აი ეს არის გარე ბორტი, შიდა ბორტი. რომ წარმოიდგინოთ ახლა თუ რეკონსტრუქციას გავუკეთებთ ვულკანს, მთელი კუნძული რომ წარმოიდგინო, აი ესეთ შეიძლება ყოფილიყო დიდი. შეიძლება ზედაპირზე, შეიძლება წყალქვეშ. უზარმაზარ სტრუქტურასთან გვაქვს საქმე. რაც პლანეტის მასშტაბებისთვის არაფერი არ არის. არაფერიც არ არის. ცოტა თეთრ დათვს. ცოტა გრიზლის. ვეშაპის ძვლებში რა ენაღვლება? ბრაზობს. რო გიკბინოს. მით კადრის გაჭრა არ შეიძლება. აი ვეშაპის ხე ისა ნეკნი. აი ზომა. ეს არის ნეკნის სიგანე. კამერის გამორთვა არ შეიძლება აქ. ნუ რაღაცა საოცარი ანუ არატრადიციული, არასტანდარტული მართლა არის რაღაცნაირი ესეთი ხატვრის, ანუ თუ ღმერთი რამე ხატავს ან განგება, არათმშნელობა, მან განსაკუთრებული კოლაჟი იქნება ყოველ წამს. სხვა სტილში უბერავს იქ. ყოველ წამს. თვითონ ეხა კონტინენტზე ხო ეს ამ ყველაფერს ეხა ემოციურ რაღაცებს ყვები, მაგრამ პროფესიულად რატოა მნიშვნელოვანი? ნუ წარმოიდგინე 10% ტერიტორიის ხო დაფარული. ეს არის ტერიტორია, რომელიც 10%-ია მთელი ტერიტორიის, აქ მოცემ ყინულის ზედაპირის. მეგრე ეს ყინული დადნეს იმხელა იმდენი მოცულობა აქვს, რომ საბედნიეროდ ჩვენ ვერ მოვესწრებით ამას, მაგრამ მთელი მსოფლიო ოკეანე 60 მეტრით იწევს ზემოთ. მთელი პლანეტის წყალი 60 მეტრით ადის ზემოთ, ეს როდესმე რო დადნე. და ყველაზე მაგარი რაც მე ხა სანამ იმას ვიზავდი წინა კვირას რაღაცას ვიმაშვებოდი Google-ავდი და მზის სისტემაში მთელი ყინულის 0.001%, ანუ 0.001% რაღაცა აფთიაქში ან ჩვენ ცხოვრებაში არაფერს არ ნიშნავს, ანუ მზის სისტემაში 0.001%. აი აქ გაქვს ქვემოთ. ეხლა რატო არის საინტერესო აქ სიარული და საერთოდ ანტარქტიდა ამის უკან რატო არის ეს რაღაცნაირი ინტრიგები. ჯერ ეს არის ინდიკატორი კლიმატის ცვლილების. აი წარმოიდგინე რაღაც დიდ
დარბაზში შენ გაქვს ჩართული ბოლო, რა ვიცი, რამდენიმე ასეული 1000 წელი კონდიციონერი და გაგრილებს და ბალანსში. აი ამ კონდიციონერში გაიზარდე, დაიბადე და დაიღუპა ხალხი, ჩამოყალიბდა ქცევა, ის სახეობები, ის სცენარეები, იმ ტიპის ერთმანეთის ჭამა, სხვა ტიპის, ან ჩამოყალიბებული ტიპის ქცევა, დინებები, ქარები, რა ვიცი, ყველაფერი ერთად ხო? და უცებ ეს იწყებს სწრაფ დნობას, ანუ კონდიციონერი პერიოდულად ფუჭდება. ნუ რა ხდება მაგ დროს ამ ოჯახში ან სახლში ან საკონვენციო ცენტრში ხო ეგრევე იწყებ რაღაცებს კეთებას. აქ ვერაფერს ვერ გააკეთებ და ეს ერთადერთი რჩება, რომ გამოიკვლიო რამდენად მალე გაფუჭდება, ან როგორ გაფუჭდება და შენ ან რამე მოიხურო, ან ისე მოიქცე, რომ შეამცირო ამის რაღაცა გაფუჭების რაღაცა გენელი. ყველაფერს ვერ იზაო, მაგრამ რაღაცაში ნაკლები ცუდი ნეგატიური მონაწილეობა მიიღო. რომ დედამიწა არ იქცეს დედაწყლად, ხო? ხო, ეხლა როდესაც ამას ლაპარაკობენ და ამის მიმართ რაღაცა ნეგატიური კი არა და სკეპტიკური დამოკიდებულება, მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემ მეგობრებს ან ადამიანებს ან ეკოლოგიაზე და კლიმატის ცვლილებაზე სკეპტიკური დამოკიდებულების მქონე ადამიანებთან აი ესე მოვუყვე. დედამიწის დიამეტრი არის 12000 კილომეტრი, ხო? და სიცოცხლე და კლიმატი, სადაც იცვლება, ან ცვალებადი, ან ის საუკეთესო გარემო, სადაც ყველა სახეობა არსებობს, ადამიანი და ნებისმიერი სხვა სიცოცხლე, ეს არის მიწის ქვეშ. ნუ რამდენი 200 მეტრი მაქსიმუმ. ხო, მაქსიმუმ. და მიწის ზემოთ, ნუ რამდენი 500 მეტრი. აი ეს წარმოიდგინე, ესე იგი, 1 კილომეტრი ავიღოთ. 12000 კილომეტრში 1 კილომეტრიანი თხელ აპყში ვართ, ესე იგი, ოპერის მომღერლებიდან დაწყებული, იმით რა ქვია, ვეშაპით დამთავრებული. ინტერნეტით გაგრძელებული, ომებით დამთავრებული. პოეზიით დაწყებული, არ ვიცი, რაღაცი იმით დამთავრებული. ანუ აი ამ თხელ აპყში, რომელიც არის ძალიან გამჭოლი, რომელიც ისეთი მძნობიარია, რომ სულ მომყავს მაგალითი კრაკატაუ რო იფრქვეოდა ოკეანეთში, ლონდონის სტადიონზე, კრიკეტის სტადიონზე 2 სათლი ვულკანური მტვერი მოაგროვებს. იმდენად გამჭოლია. აბსოლუტურად მოპირდაპირე მხარეც იყო პლანეტის რადიაცია იმამდე აფრიკამდე მივიდა. იქ სადღაც რაღაცამ გაჟონა, ანუ ეს აპკი არის ძალიან ფაქიზი იმთავითვე, მასშტაბებში თხელი. და ძალიან სწრაფად მოძრაობს ყველაფერი. ერთი ელ-ნინიო, ხო, წყნარ ოკეანეში. თუ სხვანაირად დატრე ელ-ნინიო და ელ-ნინია, მთელი ამ აი შვეიცარიული საათებით აწყობილი იმების ანციკლონების და ანტიციკლონების ბმას ურევს. და ამ ნაწილში ვართ ჩვენ. რა თქმა უნდა, ყველანაირი ქმედება გავლენას ახდენს. რა თქმა უნდა, ეს მასშტაბი მაინც დიდია ჩვენზე. ფოტოშოპის იცი ახლა წინა ვიდეოში მაქვს მე ხანტავირუსთან დაკავშირებით, სწორედ ელ-ნინიოს მიუძღვის საკმაოდ დიდი როლი. თუ არ გაქვს ნანახი ნახე მე, პირდაპირ კავშირშია ელ-ნინიო ხანტავირუსის აი ამ გაგიჟებასთან ახლა რომ ეს ახალი ვირუსი. აი როგორც მეზობელი რაღაცას წვავს და რაღაცით ამოდის შენთან სუნი და წუხტები ან გარედან შემოდის. აი ზუსტად ესეთივეა. უბრალოდ ჩვენ ცოტანი ვართ ძალიან ადამიანები, მაგრამ ბევრს მოძრაობთ. რახან ცოტანი ვართ, დიდი გავლენის ქვეშაც ვართ ჩვენ. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ანტარქტიდა გამოიკვლიო როგორც დიდი კონდიციონერი, რომელიც ნელ-ნელა ფუჭდება და შენ უნდა მოერგო, ის თუ დნება, ესე იგი, წყლის დონე ადის და ნელ-ნელა ადამიანი უნდა სანაპიროდან შევიდეს, ახლა ამსტერდამის და როტერდამის და ბოსტონის და იმის პორტებში ყოველ 10 სანტიმეტრს მნიშვნელობა აქვს, ხო, ბევრ რამეში. მე მგონი ფოთის სპორტშიც არა აქვს ნაკლები მნიშვნელობა და ზოგადად 5 მილიმეტრით კიდევ იძირება. ხო. მერე დედამიწის ისტორია ახლა ყველაზე კარგად შენიცი, ხო, ამ ბურღვებს რო აკეთებენ გლაციოლოგები, იმიტომ აკეთებენ, რომ ყველაზე დიდი და სქელი ყინულია, ხო, აქ 5000 მეტრამდეა, 4000 რაღაცა. ესე იგი, რაც უფრო სიღრმეში, რაც უფრო მეც ვიღებ, მით უფრო მეტი ძველი პალეოკლიმატური მონაცემები მაქვს. რაც უფრო კარგად იცი ისტორია, ესე იგი, პროექცირება მომავლის კიდევ უფრო კარგად შეგიძლია დაიჭირო. ანუ განსაზღვრო იგივე ეს კონდიციონერი მალე გაფუჭდება თუ შეიძლება თავისით გაკეთდეს, ანუ რითმები დაიჭირო და პალეოგეოგრაფიული და ლანდშაფტური რეკონსტრუქციები აკეთო და ამით ან სასარგებლო წიაღისეულს მიაგნო, ან რამე სხვა რამეს მიაგნო და მოემზადო.
და რა ვიცი, კიდე არის კოსმოსური კვლევებისთვის ძალიან მაგარი ადგილი, იმიტომ რომ მანდ ატმოსფერო ძალიან თხელია. გაბინძურებული არ არის. და ძალიან ბევრი სინათლით არც ისე და არც სინათლით არც იმით და ძალიან მაგარ კვლევებს აკეთებენ და ყველაზე მეტი რაც ახლა ტრამპირაზეც არის გაგიჟებული ეს ძვირფასი მეტალები და ისინი. სასარგებლო წიაღისეული. იშვიათი მიწის მეტალები, ხო? ხო, იშვიათი. სასარგებლო წიაღისეული უმდიდრესია. რაც სხვადასხვა კვლევები იძახიან, რომ მთელი სასარგებლოობის 2/3 მანდ არის, მაგრამ ახლა რთულია მისი მოპოვება ამ ყინულოვანი იმის გამო. კარგია რო რთულია. კარგია რომ სადაც არის რა. კიდე არის კარგი რა, რომ ეს რაღაცა ყველაფერი, ხო, ეკოსისტემა უნიკალური წერას შენც ახსენე, სასწაული შეიძლება ნაკლებად მრავალფეროვანია, როგორც ტროპიკულ იმაში, განედებში ან ბორეალურში, მაგრამ თავისთავად უნიკალურია და ყველაზე მაგარი არის, რომ დღეს დედამიწაზე ყველაზე კარგად შეთანხმებული უსაფრთხოებისა და სამშვიდობო შეთანხმების გავრცელების არეალია. რომელზეც ფათაშორის საბედნიეროდ ჯერ ომი არ ყოფილა. არა, მაგრამ სულ მომდიოდა თავში აზრად, რას ვფიქრობდი, იცი რომ კი ცივა იქ, მაგრამ ზაფხულში არც ისე ცივა სანაპიროებზე რა. რაღაც მომენტში 1-2 დღე როცა იქ ვიყავით, აქ გუდაურში და თბილისში უფრო ციოდა ვიდრე იქ. ხო, ძალიან სასაცილო იყო ეს. ხო, შენ პრინციპში იქაური ზაფხულის პერიოდში. იქაური ზაფხული იყო, ხო, ძირითადად ღამე იყო -10-15, დღე პლუსიც იყო რაღაც მომენტში, ხო და 0. და ეს თელი ეს არაბული სამყარო, რომელიც ქვიშაში რაღაცებს აშენებს და ბევრი ფულია და რაღაცა, სულ გამიჩნდებოდა რა, აი მაგათ ადგილას აქ რაღაცა იმას ავიღებდი და იქ ვიცხოვრებდი სიგრილეში ზაფხულში. ოგრილდებოდი ხოლმე. ამოვიდოდი. და ეგ უკვე არ ღვევს ამ ეს მსჯელობა, რახან მე მომივიდა თავში აზრად ხობსაც მოვიდოდი და წონებული ბევრად. ხო, მაგრამ რაღაცა მე მგონი იცავს ხო რაღაც კონვენცია. კი იცავს, მაგრამ აი ეს გრენლანდიის წართმევა არ წართმევის რაღაცა ეს მაზალო ინტრიგები რო არის, სულ განცდა მაქვს, რომ აქ აი ამ ეს შეთანხმება ამ ქვეყნებს შორის მანამდეც მოიცავდა ბევრ ინტრიგას ქვეყნებს შორის. ინგლისსა და არგენტინას შორის, ჩილესსა და ამერიკას შორის, ჩინეთსა და რუსეთს შორის და ასე შემდეგ. ხო და მგონია რომ ესეთია ნელი ქმედების, მაგრამ მომავალში შეიძლება აღმოჩნდეს კონფლიქტის ადგილი. კლიმატის ცვლილება და უკეთესი საცხოვრებელი, შეიძლება ის 50 წლის პერსპექტივაში ვლაპარაკობ, მაგრამ უკეთესი საცხოვრებელი ის მოპოვების გამო ამ ქვეყნებს შორის აერიოს ეს შეთანხმება, ან ყინულის დნობის გამო რაღაც ადგილებში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების გამარტივება. ჯერჯერობით ეს არის კარგი кейსი მშვიდობიანი შეთანხმების, მაგრამ მომავალში მაგრამ ეხლა არც 50 წელი და არც 500 წლის მერე ადამიანის ბუნება არ შეიცვლება და თქვათ იქ თუ რაღაცა ისეთი გამოჩნდა, ხო ყველა იცლება რომ 5-6 კომპონენტი არის უკვე საკმარისი იმისთვის, რომ აქ რა ვიცი, ადამიანს რომელსაც რაღაცა გარემო აინტერესებს, მარტო პარიზში ლურის სანახავად და იმის სანახავად სიარული ერთია. მეორეს პოპულარიზაცია ერთბაშად ერთი ვულკანის ამოფრქვევაზე დამასრო და აი ეგეთ ადგილში გამყოფა შენი ჭირი. მეორეს მხრივ რომ ეხლა პოპულარიზაცია გავუკეთო და ყველამ ანტარქტიდაზე იაროს, ეგეც ის არის. ანუ ესეთია რა, საინტერესო. კარგია რომ ეს მუხრუჭი არსებობს, თქვა ეს ფინანსური მუხრუჭი, იმიტომ რომ მაგრამ კი ძალიან თან ისიც არის, იცი ეხლა ყველას არც ახლა ბევრი ადამიანი არ ვიცი ეხლა მე ჩემს გარემოცვაში რომელსაც ძალიან მიილტვოდეს ანტარქტიდისკენ. მე მაგალითად ნებისმიერ წერტილში დამშვიდე და მიწის ანტარქტიდიდან დაწყებული ამაზონის ჯუნგლებით დამთავრებული ყველგან კომფორტულად ვიქნები, მაგრამ ბევრია რომელსაც ესეც არის რა, ცოტა სიზარმაცე მიქნებ უშველოს ანტარქტიდაზე. ხო და კიდე რა მინდოდა იცი მე თქვა რომ იქ მე მივხვდი რომ ეს კონტინენტი არის ისეთი რა, ჩემი ესეთი პერსონალური ამბიციების და მეების ნაწილი. რა თქმა უნდა პროფესიაში ყოველს ამბიციური ვიყავ, მაგრამ ეხლა რაღაც თქობა ასაკში რო შევდივარ, რაღაცა მინდა რომ ესეთი გავაკეთო და ჩემთვის პირველი ხო, სულ ჩემი ტვინი მუშაობს იმაზე, რომ მან მოვხდე, მან რაღაცა კიდე გავაკეთო, რა თქმა უნდა, ძალიან ძვირი სიამოვნებაა ეს. და საერთოდ იქ რო ხარ, რაღაცა განსაკუთრებული ხარ რა, სამყაროს ცნობებს, საერთოდ ყველაფერს განსხვავებულად აღიქვავ. აი
მთაში რო ადიხარ, გინდა რომ დაბრუნდე, ფიქრობ ვინგელოდება რა უნდა შეჭამო, მე რა სიზავ რაღაცნაირი ესეთ იმიდა რა, ხომალდიდან გასული ხარ და გასვლის წერტილზე ფიქრობ სულ და ეს ჩემთვის რაღაცნაირი ისეთი ადგილი აღმოჩნდა, რომ ნაკლებად ფიქრობდი ამ ყველაფერზე და ვფიქრობდი ის კონტინენტური ჰორიზონტი რო გავინახე პირველად, რომ კიდე სიღრმეში, რაც უფრო ღრმად, უფრო უკეთესია. რაღაცა საკუთარ თავთან, რაღაცის ჭიდილში და დამტკიცებაში რო ხარ. ნუ რაც ზოგადად ყველა ბუნების კვლევარს გააჩნია, მაგრამ აქ ეს ძალიან ესეთი მაღალი თამასის შესაბამისია და მოკლედ ამას იმიტომ ვიძახი, რომ ჩემი ეს თქვა განცდა გონება და რაღაცა შეგრძნება იქ არის დარჩა და მინდა ისე მოხდე და რაღაცა შევძინო ჩემ თავსაც და ჩვენ პატარა ქვეყანასაც, იმიტომ რომ სადღაც 60 ქვეყანამდე არის ჩართული ანტარქტიდის განვითარების პროგრამაში და კონტრიბუციაში. უკრაინაც კი, უკრაინული ბაზა იყო. ეხლა უკრაინა არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა, როგორც 10-15 წლის წინ იყო, ხო? ერი არის მებრძოლი, მაგრამ ამ ბრძოლის ფორმამდე მანამდეც სავსეა ინტელექტუალური რესურსით და კიდევ უფრო პატარა არა, მაგრამ უფრო ისეთი ნაკლებად თითქოს მნიშვნელოვანი ქვეყნები არის. 29 ქვეყნებამდეა, 30-მდე ქვეყანა, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს. ხოლო 7-8 ქვეყანაა, რომელიც ყველაზე მეტ ფულს ხარჯავს და ეხლა ჩვენ პატარა 3.5 მილიონი ანტარქტიდას და რა კავშირში ვართ, ეხლა იმისთვის ვერ მოგვივლია ჩვენი მეწყრებისთვის და ჩვენი რაღაც იმეებისთვის, ხო? ხო, მაგრამ ინდივიდუალურ დონეზე ხო ძლივს რაღაც ისინი გვაქვს, ემერალდები და ეკოსისტემები და იქაც არაბულ რაღაცებს ვაშენებ. არაბულობაში არ არის საქმე, რო ვაშენებ. ხო, არ არის აბსოლუტურად არც არაბულობაში, არც ჩინურობაში. და ის იყოს რა ქვია, ფრანგული იყოს მნიშვნელობა არა. მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მსგავსება იმ ნეგატიურ გავლენებში, რაც მყინვარების დნობასთან კავშირშია. იმიტომ რომ ჩვენთან მყინვარების დნობა კიდევ უფრო დრამატულ შედეგს იწვევს რა. ჩვენი მყინვარების ძირში ჩამოყალიბებული ლანდშაფტური, ეთნოკულტურული, სოციალური და ეკონომიკური წონასწორობა ადრე არ ირღვეოდა და კლიმატის ცვლილების ფონზე ლანდშაფტი ძალიან სწრაფად იცვლება და ყველა ის დანარჩენი ფაქტორი და გარემოება, რომელიც ჩამოთვალე, პირდაპირ პროპორციულ კავშირშია და ყველაფერი აირევა და ჩვენ თვალწინ ირევა, ხო? აი შოვი, დევდორაკი, რა ვიცი, მესტია, 1000 რაღაცეებია, სადაც ადამიანი ამ ეკო კატასტროფების და კლიმატის ცვლილების გამო, ამ ბუნებრივი საფრთხების და რისკების დაჩქარებულად გამოვლენის გამო ტოვებს თავის ადგილებს და ან ენა იკარგება, ან ტრადიცია იკარგება, ან რაღაცა კულტურის მემკვიდრეობა იკარგება, არამატერიალური ხო იკარგება და ძეგლებიც იკარგება და მერე ხდება ამ ჩვენი რაღაცა იმის მოსახლეობის კონცენტრირება და კონსოლიდაცია ცენტრებში, დიდ ქალაქებში, ნუ ეხლა დიდ ქალაქებში კონსოლიდაციის და მიგრაციის საკითხი ზოგადად პრობლემურია, მაგრამ ჩვენთან კიდევ უფრო დაჩქარებული იყო და იქნება ამ კლიმატის ცვლილების ფონზე. ამიტომ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ამ კონდიციონერს და მყინვარების დნობას ვერ გავაჩერებ, მაგრამ სწორი ადაპტაცია, სვანები არ მიგრირდნენ, თუშები დაბრუნდნენ და ამ კლიმატის ცვლილების ფონზე ოღონდ ადაპტირებულად ისე არა რომ დაიხოცოს ხალხი, მაგრამ ისე რომ წოლა-თუშური შედარჩუნდეს, სვანური ენა არ შერბილდეს, რაჭაში ხალხი არ დაიცალოს და არ დაგვავიწყდეს ის ტრადიციები, რომელიც ჩვენს იდენტობას აშენებს. აი ამ ადაპტაციის ნაწილში, ამ ცოდნის გაძლიერებისთვის ანტარქტიდაზეც უნდა იარო, ალასკაზეც უნდა იარო და იქიდან წამოიღო ინფორმაცია. აქედან რაღაცა წვრილი შეიტანო, არ ვიცი, ახლა ლევან ტიელიძე, არ ვიცი, ჩვენ მე მგონი ერთ-ერთი ჩვენი რაინდია, რომელიც ანტარქტიდის კონტინენტზე მუშაობს, უნიკალურ კვლევებს ახორციელებს და მნიშვნელოვანია მისი კონტრიბუცია ამ ნაწილში. ხო, ჩვენ მცირე რიცხოვანმა ერმა რა უნდა ვაკეთოთ, რომ ამ გლობალურ გამოწვევებში გადავრჩეთ, თორე ჩვენს გადაშენებას უმარტივესია. ძალიან სწრაფად შეიძლება ეს. მე ჩემ მაყურებელს ვეთქვი, რომ ლევან ტიელიძესთან ძალიან საინტერესო ინტერვიუ მაქვს ჩაწერილი, აი ამ ბმულის მიხედვით ნახეთ, რომელიც გამოჩნდა ეკრანზე და გადავიდეთ შემდეგ მოусმინეთ, ძალიან საინტერესოა. ხო, გოცანი. ანუ ჩვენ გადავედით უკვე საქართველოში დავბრუნდით, ხო? კი, დავბრუნდით და ანუ ანტარქტიდაზე სიარულს არ აქვს ისეთი რა ჰაერში გასროლილი მნიშვნელობა. ამას აქვს ძალიან დიდი გლობალურსა და ადგილობრივ გარემოებებს შორის ბმა არის მნიშვნელოვანი, ხო?
ფაქტიურად ლევანის კვლევებიც ახლა ქართულ მყინვარებზეც არის და მიბმული არის ანტარქტიდის მასში გროვდება ძალიან დიდი ცოდნა, რომელიც სამწუხაროდ ჯერჯერობით მასში არის. ყინულია ყველგან და ყველა პლანეტა ისეთი პატარაა, რომ ფაქტიურად ერთ-ერთი პირველი ინდიკატორი ხდება და რა თუ რაღაც ცვლილებებია, როგორც წესი, კარგი ცვლილებები არ არის და აი რა მდგომარეობაა დღეს მაგალითად, აი სადღე იცოთ საქართველოს მყინვარებზე, ზოგადად რო ვთქვათ, ეხლა ყველას ვერ მოვიცავთ, მაგრამ კი, მყინვარების კუთხით არის ორი ტიპის კვლევა. ერთი არის ძალიან ისეთი ემპირიულ ანალიტიკური, რომელიც აფასებს მყინვარებს როგორც მნიშვნელოვან ჩვენი მასშტაბებისთვის ჩვენი კონდიციონერია, ზუსტად იგივე ყველა მყინვარი, ხო? ზუსტად იგივენაირ მიკროკლიმატს ქმნის, არაფერი განსხვავებული არაა თუ ანტარქტიდა პლანეტარული მასშტაბის არის, ეს კავკასიური და ადგილობრივი მასშტაბის არის. ამათი დნობა თანმიმდევრული და ასე ვთქვათ, თანმიმდევრული და ნელ-ნელა დნობა, ნელ-ნელა იწვევს გარკვეულ პრობლემას, მაგრამ თუმცა ადაპტირების დრო რჩება, მაგრამ იმის გამო რომ ჩვენი მყინვარები უმეტესად დაკიდებული ტიპის მყინვარები, ანუ ვიწრო ხეობებში და დიდი რელიეფის ენერგიის გამო, ანუ დიდი ვარდნილობების გამო ბევრი ყინულვარდნილია, ეს ენები ანტარქტიდისგან და არქტიკისგან განსხვავებით ესე ნელ-ნელა კი არ დნება ზემოდან ქვემოთ და თან ნელ-ნელა იხევს უკან, სწორედ დნება. არამედ შეიძლება მოწყდეს, იმიტომ რომ ის კიდია აი შუა წელში ამ დათბობის გამო მთელი ენა შეიძლება მოწყდეს და 100 წლიანი მარაგი ერთბაშად მკვდარ ყინულად გადაიქცეს და ის მერე უფრო იოლად დადნეს. და იმ წყალს და იმ ყინულს ვერაფერში ვერ ვიყენებთ, მიდის ესე მეყობა, მხოლოდ ვიყენებთ ჰიდროელექტროენერგიაში და იმასაც ისეთი უშნო ოროსნული მიდგომებით ვიყენებთ. აქ გავხსნით ჭრილს ჰიდროელექტრორესურსი არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის და ელექტროენერგიის სწორედ რომ ჰიდროლოგიური კუთხით წარმოება არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ოროსნული ინჟინერია არ არის შესაბამისი, ამიტომ აქ დიდი კითხვის ნიშნებია და ბევრი საკითხი არის გადასაწყვეტი. მაგრამ რაც შეეხება ამ სწრაფად ჩამოვარდნას და დიდი მარაგების ერთბაშად კარგვას, ეს არის ძალიან მძიმე შედეგი. ამის გარდა არის ყველაზე მთავარი, ეს არის ძალიან სწრაფი მყისიერი ნეგატიური გამოვლინება, საფრთხეები, როგორც არის ეგრეთ წოდებული ფლუვიოგლაციალური ღვარცოფები. ანუ მსმენელს რო უთხრათ, ეს დევდორაკი და შოვი. ჩემს უკან არის მწვერვალი ჭანჭახი. ხმა გესმით, ხო? ეს შოვის კლდეზვავია, ისევ ცოცხალია. ეს არის 27 სექტემბერი, ბგევარ 3800-ზე. ვიკვლევთ შოვის კლდეზვავის მოვლენას, ამ პროცესს. მასშტაბები წარმოუდგენლად დიდია. გავჩუნდები და გაიგეთ. ესე ჩამოვიდა მთელი მასა, კლდეზვავის ნაწილი დაეცა. როგორც ჩანს, ძალიან დიდი ნაწილი გადაგორდა. აი, იქით ნაწილი წავიდა და აქეთ ნაწილი. ჩანს მუდმივი მზრალობის და სხვადასხვა ფორმაციის ქანებს კონტაქტში შორის სველი ადგილები, ისევ სველია. ანუ ეს არის მუდმივი მზრალობის გალღობის ადგილები. და ეს მასა მერე მყინვარი წავიდა და აი ქვემოთ შოვსაც ხედავთ. აი ჩემს შოვი სადამდე ჩავიდა, ხთა ვითხო რა მასშტაბებზე ელაპარაკ. იქით გლოვა. აი ესეთი მასშტაბები, ანუ წარმოიდგინეთ, ესე ეს მასა წდება, ეს მასა წდება და გზაში ისეთ რაღაცებს აკეთებს, რომ აი იქამდე დაფქვილი ღვარცოფის სახით ჩადის. ეს ბუნებისთვის ჩვეულებრივი ამბავია. კარგად ხედავთ ხო, როგორ არის ტექტონიკური ღრუბლები, სულ დანაპრალიანებული, ანუ არ არსებობს ერთი ქედი, სადაც არ იყოს. აი სულ ნაპრალები, ეს ნიშნავს, რომ სიღრმეს ჩადის ნაპრალები და ამ ადგილას ყოველთვის მაღალი გამოფიტვა,
ამ ადგილას ყინული ჭედავს, მერე რო ლღვება ყინული დათბობის გამო ის ადგილები თავისუფლდება, მერე მუდმივი მზრალობა ლღვება და აი ესე იწყებს შლას და ინელნელა კიდე მიკრო დანაპრალიანება, მეორადი დანაპრალიანება, რომელიც უკვე კლდეზვებს წარმოშობს. აი ეს საფეხურები რო არის, აი ეს კიბესავით. აი ეს არის სწორედ აი მთელ გრძივზე კავკასიონის გასწვრივ ესე საფეხურებად არის ეს გრძელი ნაპრალები. აქაც რო გაიხედო, აი აქაც საფეხურები. ესეც საფეხურია, ესეც საფეხურია, ესეც საფეხურია. სხვა შორის ჭანჭახი, ულამაზესი მწვერვალი. როგორი მშვიდია აქ. 3800-ზე ამოვედით. მე და გიო გომიაშვილი, რომელიც ახლა ბრწყინვალე ვიდეოებს იღებს და მე საზოგადოებას გავაცნობთ, როცა ამის დრო მოვა. გულშგვას კონტრფოსივით კი არის. ეს ის პროცესია იმის გამო, რომ მყინვარები, სწორედ ის დაკიდებული მყინვარები სწრაფად დადნა და მოწყდა, ისინი ვეღარ იჭერენ იმ კლდოვან მასებს, რომლებიც ადრე წონასწორობაში ყინულს ეჭირა. გარდა მაგისა, თვითონ კლდოვან მასებში შიგნით არის გრუნტის წყლები, რომლებიც ბოლო 15-20000 წელი გაყინულ მდგომარეობაში იყო და ეხლა რომ დათბა, ეს აღარ არის მუდმივად გაყინულ მდგომარეობაში, მუდმივი მზრალობა ქვია მაგას პერმაფროსტ. ეს მუდმივი მზრალობა გადავიდა სეზონურ მზრალობაში, ანუ ზაფხულში ცოტა უფრო ლღვება, გრუნტში, აი კლდეში შიგნით რაც ისინი რაც ვიზუალურად არ ჩანს. და ზამთარში ისევ იყინება და ყინული დაბალ ტემპერატურაზე ფართოვდება და აი მთელი კავკასიონის ქედის გასწვრივ, აი როგორც კექსში ქიშმიშებია, ეს მეტაფორა ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ყველაზე იოლად ახსნადია ადამიანისთვის, რომელიც არ არის გათვისებულებული გლაციოლოგიაში და კრიოლოგიაში, აი ეს დამკრატებებით მუშაობს თელ იმაზე და ამ კლდოვან მასების ყისიერ ნგრევას იწვევს. ამიტომ ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, სადაც გამოირკვა, რომელი კლდოვანი მასები ნორმაზე მეტად, ანუ ჩვეულ რითმზე მეტად უფრო სწრაფად მოძრაობენ. და გამოიკვეთა 150-მდე ეგეთი ადგილი და აქედან ერთი 15-მდე შოვის მსგავსი ადგილი და ასევე გამოკვლეულ იქნა რომელ სოფელთან რამდენ ხანში რომელი ასე ვთქვათ ღვარცოფი რა ტიპის დამანგრეველი ენერგიით მივა და ეხლა უფრო ზუსტი კვლევები გრძელდება შვეიცარიელების გამოცდილებაზე დაფუძნებით და იმედია რომ ჩვენ დავეწევით იმ მზარდ საფრთხეებს და რისკებს ცოდნით. რაც შეეხება თავის არიდება, ეგ სხვა საქმეა. უმეტესწილად ეს ისეთ მასებზე და ისეთ სიჩქარეებზე და ისეთ დროზეა ლაპარაკი, რომ აქ რაღაცა დამბები და რაღაცა ამრეკლი საინჟინრო ნაგებობები შეიძლება სადღაც იმუშაოს, მაგრამ არარელევანტურია. აქ ლაპარაკია უფრო წინასწარ მონიტორინგზე, შეტყობინებაზე, ინფორმირებაზე, მაგრამ ინფორმირების შემთხვევაშიც ის დასახლებული პუნქტები, რომლებიც უშუალო დარტყმის ქვეშ არის, ხა რაც არ უნდა ინფორმირება იყოს, რა 15 წუთის ქვეშ რა იცხოვრებ და რა უნახა 15 წუთი ბებია და შვილიშვილი როგორ გარბიან იქიდან. ან ვინ ჩადებს ფულს იმ დასახლებულ პუნქტში ან ადგილში, სადაც იცი რომ 15 წუთში ნებისმიერ დროს ან მომავალ წლებში შეიძლება დაინგრეს. ამიტომ აქ ბევრად უფრო რთულ გადაწყვეტილებებთან მივალთ. რომელზეც პასუხი არ არსებობს, მე პირადად არ მაქვს. ახლა გადასახლება იქნება თუ გვერდზე გაწევა იქნება თუ მე მანდ უკვე შემოდის საკუთრების თემა, ისტორიის თემა, მემკვიდრეობის თემა და ეს ყოველთვის იყო თქვენ რომ ნახოთ თელს კავკასიონზე ყველა სოფელი, არც ერთი სოფელი 2000 წელზე მეტ არ არის, ან 1000 ზოგი სოფელი 500 წელია და ის დარბის, ხან იქ არის, ხან აქ არის. ახლა კახეთში არქეოლოგია არის მაგის კლასიკური დასტური, ხო? არქეოლოგია არის მაგალითი, რომ ესე იგი რაღაც არსებობდა. აი თანამედროვე მასზე არ ვამბობ მე ბრინჯაოს და სხვა პრეისტორიულ იმებზე. ლაპარაკია რომ მაგალითად 200 წლის წინ დასახლება აღარ არის. დღეს აქეთ არის, იმიტომ რომ იქ ვარცობ მაგ. ან იგივე ყაზბეგში ბევრი სოფელი მიტოვებულია, მხოლოდ რაღაცა მიწისპირას ამოსული სახურავის კედლებია. ადგენ რო ანუ ვარცოფი იყო, ან წყალდიდობა იყო რაღაცა. ანუ ეს უხდება, უბრალოდ ჩვენ ახლა ამ ცოდნით ისე დავეწიეთ და კლიმატი ისე სწრაფად იცვლება, რომ ეს საფრთხეები და რისკები ძალიან ხელშესახები და სწრაფად განვითარებადია და შენ უნდა მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც თანაზომადია წინა 500 წლის გადაწყვეტილებასთან.
ანუ ის 500 წელი ნელ-ნელა რაღაცნაირად იქ ვიღაცა გადასახდებოდა, ვიღაცა მოკვდებოდა, ვიღაცა სადღაც წავიდოდა, გაიხიზნებოდა და ეხლა შენ იცი რომ მომავალი რაღაც 5-6 წლის განმავლობაში შეიძლება აქ მოხდეს და ეხლა უნდა მიიღო გადაწყვეტილება, უნდა ვიღაცა გადასახდეს, რომ არ მოკვდეს. აი ეს პრაქტიკა არ არსებობს. ევროპაშიც არ არსებობს, ეს ძალიან ახალი რამეა, ასე იოლად ადექი გადადი, არავის არ უნდა. მაშინ რას შვები, როცა შენ იცი რომ ეს ერთადერთი ხსნა არის. და ეს ის ნაწილია, სადაც ვიძახი რომ არავინ არ ვიცით როგორ მოვიქცეთ. მაგრამ საფრთხეები მზარდია. ხო, მთაში ცხოვრების სილამაზეც და საშიშროებაც ეგ არის, თორე აქ სწორზე და მაგიდასავით მოსწორებულ ადგილზე. თუმცა აქაც წყალდიდობები აქ რო იცის ისეთი უნდა, მაგრამ ამ დამბების სისტემამ თვითონ ეს გერმანელები უკვე ადრეული შუა საუკუნეებიდან აშენებდნენ ამ დამბებს და ამაში ტიპი აქვს მოჭრილი. მართლა საოცარ რაღაცებს იმაშვებიან და არეგულირებენ ამ ელბეს მაგალითად, მაგრამ მაინც 60-იან წლებში გაუვარდათ და ხალხი დაეხოცა აქ ჰამბურგში. შენ არ გეხება ალბათ ის მომენტი, რაც იმერეთში ახლა რო რაღაც მიწებია დაძრული და სოფლები ეს შენი კომპეტენცია არ არის. თუ რაღაც ჩვენ კომპანიას გაეროს UNDP-ის პროექტის ფარგლებში ბევრი კვლევა გავაკეთეთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. ეს პროექტი ჩემს მეგობარს და პარტნიორს თამარ ბაკურაძეს მიყავს, სადაც შეფასდა 11 აუზის 7 საფრთხის ეს არის წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფი, ზვავი, ქარი, სეტყვა და გვალვა. აი ამ საფრთხეების ძალიან დეტალური კვლევა, მოდელირება, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტოა ჩართული და ამის საფუძველზე უკვე მთელი ამ სოციალური, ეკონომიკური და ფიზიკური გარემოს მონაცემების ერთიან ბაზაში ინტეგრირებით გამოთვლილია რისკების სხვადასხვა დონეები. რისკები, რომლებიც ითვლება არამხოლოდ უშუალოდ შენობის ან მატერიალური იმის ფიზიკური გარემოს დაზიანებით, არამედ იქ მაცხოვრებელი ადამიანების დემოგრაფიული და პლუს შემოსავლების და სოციალური მდგომარეობის, მოწყვლადობის მიხედვით. და საკმაოდ ღრმა და საინტერესო კვლევებია და მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ნამდვილად იცის ახლა სადაა ყველაზე დიდი პრობლემა. ანუ როგორც აი ხა კარგმა ევროპელმა ჩაიტაროს თავისი ჯანმრთელობის ჩეკი, დაახლოებით ესეთი, შეიძლება ბევრი რამე აკლია, იმიტომ რომ ევროპელისგან განსხვავებით და ამ ალეგორიას თუ გავაგრძელებ, ჩვენ არა გვაქვს ძალიან ბევრი დაკვირვების სისტემები და ამიტომ რაღაცეები ცოტა უკვე ისეთ ძველ და მოდელირების დონეზე კეთდება. მაგრამ იმ პირობებში რა პირობებიც გაგვაჩნია ჩვენ რა სიმწირის კვლევითი რესურსი გვაქვს, ამის ფარგლებში საკმაოდ კარგად არის ეხლა შესწავლილი. თუ რამე ეხლა მოხდება, ან უნდა მოხდეს ისეთი პრობლემური, ეს ძირითადად უკავშირდება ამ რისკების სწორ აღქმას და ამ რისკებისთან დაკავშირებულ სწორ პრევენციულ და ოპერატიულ ქმედებებს. მაგალითად 5-6 წლის წინ ბევრად ნაკლები ცოდნა იყო, შოვის მერე, დევდორაკის და შოვის მერე კიდევ უფრო მეტი ცოდნა დაგროვდა და რაც უფრო მეტი ცოდნა გროვდება, მით უფრო მაგარი უნდა იყოს და ძალიან ფოკუსირებული და ხარისხიანი და მოქნილი საპრევენციო სისტემა და მერე უკვე უშუალოდ ოპერაციული სისტემა. ანუ როცა რაღაც მოხდება, პრევენცია ამ პირველი კვლევა ადგენს სადაც აქვს საფრთხე და როგორი და რისკი, მეორე პრევენციულად წყვიტავ სად რა უნდა აკეთო, რომ შემცირდეს ეს რისკი და მესამე საოპერაციო ნაწილი, ანუ სამაშველო საოპერაციო ნაწილი არის მაინც რო იცი რომ მოხდება, რომ გეყოს შენ რესურსი, რომ დაასწრო და ადამიანის სიცოცხლე და ინფრასტრუქტურა გადაარჩინო. ანუ ეგეთ რაღაცნაირი ტრიადაა. ეს რომ ეს საოპერაციო ნაწილი რო იყოს ეფექტური და სწრაფი, ეფექტიანი, ბევრად უფრო დიდი ცოდნა უნდა ქონდეს, ბევრად უფრო კარგად მუშაობდეს პრევენცია, რომ ამაზე მოდიოდეს ნაკლები ენერგია. სხვა შემთხვევაში, როცა ცოდნა არ აქვს და პრევენცია არ აქვს, ყველგან ყველაფერი მკვლელია და ვერასდროს ვერ გეყოფა საოპერაციო რესურსი. აი ეს ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, ეს ქანქარისებური ისაა. ბევრი იცი, კარგად საზღვაო წინასწარ და ნაკლები რესურსი გეხარჯება ოპერირებაზე და ეფექტური ხარ.
არაფერი არ იცი, ვერაფერს ვერ საზღვრავ წინასწარ და ყველა გიკვდება. აი ეს მარტივი ესე ვთქვათ ფორმულა. ხო და აი იმერეთთან დაკავშირებით ესე იგი პირველ რიგში რა თქმა უნდა კუმულატიური გავლენა გზების, გვირაბების ახდენს. გაზომილი ესე პრეციზიულად არ არის. ამა თუ იმ აი ეჭვები ძალიან ლეგიტიმურია. იმიტომ რომ როგორ რაღაცა იცით, აი ბუნებაში ესე კუმულატური ეფექტი რისგან განსხვავდება 2+2 2-ია. მაგრამ იქვე 2+2 და კიდე 2 რო დაამატო 6 აღარ გამოდის. უკვე 8, 9, 10-ია, იმიტომ რომ იმათ თავიანთი გავლენის სივრცეში ეგრეა, ეს წმინდა მათემატიკა არ არის. როდესაც 2, 3, 4 სადინარი, გზა, ნავთობსადენი, გაზსადენი რაღაცა გადის ერთად, იქ არის თუ 2 არხია, 4 არხის და 10 არხის კუმულატიური ეფექტი. ეხლა შიგნით საინჟირო და ტექნიკური კუთხით რამდენად ის ბურღვა, ის მეწყერი დაძრა, მე ჯერ არ მინახავს. ლეგიტიმურად, ჰიპოთეტურად შესაძლებელია რომ ეს მოხდეს, მაგრამ წარმოიდგინე რომ გვირაბის გაჭრის ან საინჟირო ჩარევის გარეშეც ეს მეწყრები იმთავითვე ნალექ ბრუნვის ცვლილების გამო იმთავითვე გააქტიურდებოდნენ. მაგრამ რამ გამოი ტრიგერი შეიძლება გვირაბი ყოფილიყო. შეიძლება ტრიგერი წვიმა ყოფილიყო, მაგრამ გვირაბის არსებობის გამო, ან აფეთქების გამო, ნაპრალებად ზედება მოხდა და ხო. იმ წვიმას შეიძლება ტრიგერის ფუნქცია არ შეესრულებინა ეხლა. იმიტომ რომ ამ გვირაბმა ან გზამ დაახვედრა უფრო ცუდი გარემო. ეხლა ეს საზოგადოება რომ ამაზე ყვირის, კარგია. მაგრამ ეს საკითხი უნდა მივიდეს ბოლოს და ვინც ამაზე პასუხისმგებელია, ემან უნდა თავი დაიცვას ესეთი დასაბუთებებით, მაგრამ ძნელია, როდესაც შენ გზა გაკყავს და წარმოდგენა არ აგაქვს, რამდენი ნაპრალი გაჩნდა აფეთქების გამო. ან შუა გზაში უცებ აღმოჩნდა, რომ ბევრად უფრო მეტი მიწა უნდა მოგეჭრა, ან საბჭოთა პერიოდში რომ აფეთქდა ადრე ნაპრალები და ის არ იყო აღრიცხული, ხო, მაგალითად რიკოტის გადასასვლელად. შენ რომ მიადექი ამ ნაპრალების ინვენტარიზაციის გარეშე და რომ მოჭერი და კიდე რომ დაიზრა რაღაცები, ეს ხო გაუთვალისწინებელია. ცალკე საგზაო პროექტის ფარგლებში 5%-იანი გაუთვალისწინება დაშვებულია, მაგრამ ამის 5%, იმის 5%, იმის 5% და პლუს კიდე კლიმატის ცვლილება 80%-იან ნეგატივს გაძლევს. ამიტომ ინტეგრირებული მართვა და გარემოზე ზემოქმედების შეფასება 2+2 4 არ არის. 2+2 არის 8, 10, 20 და ეს თელი ეს გეოგრაფია ამ რელაციებს და ამ კუმულატიურ ეფექტებს სწავლობს. ჩვენთან არ არის ეს არის იმისავით არის რა. ფილკინა გრამატასავით არის უმეტეს შემთხვევაში. და სანამ რამე არ მოხდება, მანამდე ხო. რაზე შეიძლება კიდე საინტერესო რას გვეტყვი? ხო, საინტერესოს ვაფხანჩენი ყავენ ყინვარწვერზე. ხო, ყინვარწვერზე და ეხლა კიდე ვაპირებთ ამინდმა თუ მოგცა 26 მაისი ჩემი და ჩემი მეგობრებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. მე ვიტყოდი მთავარი. ჩვენი სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა, როგორც არასდროს, ან როგორც რამდენჯერმე ადრე. და თითქოს ისეთი იყო, რომ ეგრე არ მოხდება. ამ დროს ამ საუკუნეში თარგმნო ეს დროით პოლიტიკურ ვალუტაში შეიძლება კიდე უარეს მდგომარეობაში ვიყოთ, იმიტომ რომ ტროტუარზე დგომის გამო სტუდენტს რო იჭერ უნივერსიტეტში. ხელბორკილს ადებ. რა ვიცი, ხო. უკან ტყუისგან განსხვავება არის, ის ადამიანი ცოცხალია, მაგრამ სახელმწიფოებრიობისთვის ეს ძალიან ძიმეა და აი ამ ფონზე, რა ვიცი, ყინვარწვერზე ასვლა კი კაია, მაგრამ 26 მაისზე ასვლა არის, რა ვიცი, ჩემი მთის თემის კუთხით ხაზგასმა, რომ ეს მნიშვნელოვანია ქუჩაში დგომა. არაფერი არ დაგვრჩა გარდა აი ამ რაღაც სამოქალაქო აქტივობის გარდა. მაგრამ ეს არ არის ცუდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოფხიზლდა. რამდენად საკმარისია ეს ადამიანის გამოფხიზლება, რომ ამას დაუპირისპირდეს, გამოჩნდება. მაგრამ ეს მყინვარწვერიც, ანტარქტიდაც, ვიღაცის ლექსი, ვიღაცის ნახატი და ვიღაცის სიმღერა ერთიანად გვახსენებს ჩვენ ყველას, რომ ჩვენ ძალიან უნიკალური იდენტობის მატარებელი ერის შვილები ვართ და ქუჩაში დგომის გარდა და პროტესტის გარდა ყინვარწვერზეც უნდა მოახერხოთ ასვლა, ანტარქტიდაზეც წასვლა, ერთმანეთს უნდა გაუძლიეროთ გვერდში დგომა და სხვა შემთხვევაში მტერი კიდე უფრო გაიმარჯვებს, იმიტომ რომ მაშინ თუ დაყარებ ფარხმალი და არაკეთე ის რაც შენ გინდა,
რაც იცი, ძალიან ძნელია. ოღონდ ეს როკიკოს ტურამაც დადგა სპექტაკლი და ისიც რო კითხო, ისიც საქმეს აკეთებს, მაგრამ ამ საქმეს მე არ გულისხმობ. გოცა, რა ვიცი, მე მინდა შენ გისურვო წარმატება და შენი იმ ერთი ძალიან სანუკვარი ოცნების ასრულება, რომლის შესახებაც მე შენ მოგვიყვები. ხო, იმედია კარგად ჩაივლის. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, იმიტომ რომ როცა შენ ასეთი მონდომებული ხარ, მე ვიცი შენი ამბავი და ზოგადად ეს ადამიანი როდესაც ნაღდათ უნდა და მთელი სული და გული ჩანს არ არის ვარ გამოვიდეს ხოლმე და გამოვაი ყველაფერი და მე უნდა მოხვიდე ჩემთან და ისე ჩვენს მოყოლებს საინტერესოებს მოუყვებით, ხო? შემოვლებით ეს თუ გამოვიდა ის ბევრად საინტერესო იქნება ესე მგონი. მეც ასე ვფიქრობ. ეპოქალური იქნება რაც თავარია და დავტოვოთ ეს ინტრიგა და რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო რომ გამოძებნეთ დრო და ეს ჩვენს მაყურებლებს მე მგონი ძალიან საინტერესო საღამო მოუწყვეთ, იმიტომ რომ მოუწყვე შენ მე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ძალიან დიდ საქმეს აკეთებ და შენი არხი არის ძალიან მაგარი არხი და ქუჩაში და ისეთ შეხვედრებზე მე რო ვიძახი ან მithქვავს რომ ვასოს ვიცნობ და მასთან ყოფილ ვარ, ანუ შენი არხი არის ესეთი კლასს მიწევს მე და ამიტომ ამისთვის დიდი მადლობა. დიდი მადლობა და შენ უწევ ჩემ არხს კლასს, რომ ერთმანეთს ვაძლიერებთ. თუმცა რა ვიცი, მე მინდა ყველაფერი კარგი გისურვო და ის ერთი საერთო რაც გვაქვს ის და მე ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა. კარგად.